ქართული ოცნებაც კი აპირებდა რომ შენი კანდიდატურისთვის ხარი დაეჭირა. ერთადერთი კაცია, ვიზეც მიხვდნენ რომ deep state-დან იყო. ჩემ ხელში გადიოდა ფაქტობრივად ყველაფერი ის, რაც ხდებოდა რეალურად მერიაში. შენი გაჩუმების ერთ-ერთი ფორმა და მეთოდი სხვა იყო ეს, რომ ჩვენთან იყოს ეს ბიჭი. სამართლოს უფროსის მოადგილე, ხო? მე ჩემი თვალით ვნახე მოკლედ ცისფერი მთების კაბინეტები, ასევე ზახი იმამბა. როგორ დასრულდა ეგ თავგადასავალი და რატო დასრულდა? ანუ ცენტრი ფულს რო უშვებს რეგიონში, თან იმასაც აყოლებს ამ ფულის რა უნდა აკეთონ? უარყოფით რეიტინგების გარეშე დღეს პოლიტიკოსები არ არსებობენ ქართულ პოლიტიკაში, ან ყველას. იმიტომაც ჩაყარეს ციხეში და იმიტომაც აღარ ხო, ანუ ამიტომაც 4-ვე ლიდერი და ვამბობ, მე ყველგან ბოლომდე ვიცავ ჩემს პოზიციას. თქვენ პარტიაში შემოსვლა რატო უნდა მოუნდეს ადამიანს? და თუ კისერს მოიტეხავ, შენ პასუხისგებლობაზე მოიტეხავ. იმედის და წმენის დაკარგვა ვერ უნდა შეძლოს ბიძინა ივანიშვილმა ჩვენთვის. რამდენად გიბიძგებს ეგეთი უთანხმოება იმისკენ, რომ კონფორმისტული ქცევა გქონდეს პარტიული კონიუნქტურიდან გამომდინარე. აი ეგ უფრო მაინტერესებს. აი რა სისტემას ჭირდებოდა ხარება დაიტოვა, სისტემას ჭირდებოდა მორუსიძე დაიტოვა. მახსოვს ირაკლი ყობახიძე როგორ ამაზრზენად იქცეოდა ჩვენთან მიმართებაში, რომ როგორ უპირისპირდებით სისტემას ვარ. ნაცი. აბა რა იყო. ეს არ ვიცოდი. აუ ბოდიში რა პირდაპირ ეთერში მირეკავს სავროდ საგინებლად რეკავენ. გაფუჭებულ ნაძვისხეზე ფერადი სათამაშოსავით ვიყავი აი იმ პერიოდში. და როგორც კი ხმა მოიღე, ეგრევე დაგერქვა ნაცი. უნდა დარჩე ამ პარტიაში და უნდა წამოხვიდე, რა უნდა ქნა, აი მაგ დროს როგორ უნდა მოიქცე? ზოლაში არის თავისუფლება. ზოლაში არის თავისუფლება, კი. მოგესალმებით მისმინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი ცხელის კამი, ტრადიციულად გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და ჩვენი დღევანდელი ეთერის სტუმარია ნოდარ ჩაჩანიძე. გამარჯობა ნოდარ. გამარჯობა. ნოდარ, შენ ხარ ერთ-ერთი ახალგაზრდა პოლიტიკოსი და ხშირად გვესმის ხოლმე პირდაპირ საქმეზე რო გადავიდეთ ტრადიციულად. ეგ შესავალიც კი აღარ გავაკეთე რო პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. დროს არ კარგი. ხო, ხშირად გვესმის ხოლმე მედიებით თუ სხვადასხვა საუბრებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სახეების გამოჩენა, ახალგაზრდა პოლიტიკოსები. შენ ახალგაზრდობის მიუხედავად რამდენად ახალი სახე ხარ არ ვიცი, მაგრამ თავიდან ამ თემაზე მინდოდა საუბრით დაწყება. მე მახსოვ ხარ შენ ხა ჩვენ შეხება გქონდა მხიართა და საზრიანთა კლუბიდან და იქიდან მოყოლებული მე შენ მალევე გადაწყვიტე მოკლედ პოლიტიკით დაინტერესებულიყავი ასე რბილად რო ვთქვა. მე მახსოვს შეიძლება თუ სტარად მახსოვს შემისწორე რაღაც ხმები რომ თითქოს ქართული ოცნებაც კი აპირებდა რომ შენი კანდიდატურისთვის ხარი დაეჭირა, შენ თვითონ გეწერა ამაზე. მე თქვი რომ აღარაო, მე დამოუკიდებლად იყარე თუ აი ეგ პერიპეტიები როგორ შემოხვედი პოლიტიკაში და უკვე ხო არ ნანობ ცოტა ეგ მაინტერესებს. ერთადერთი კაცია, ვიზეც მიხვდნენ რომ deep state-დან იყო ეწყობა. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ და მადლობა, გულწრფელი მადლობა მოწვევისთვის. მინდოდა ამ ფორმატში, მსგავს ფორმატში მონაწილეობა, სულ მაქონე უკმარისობა ეთერებში, მოკლე ეთერებში, რომ აი რაღაცას ვერ ვასწრებ და ჩვენთან უფრო მეცნიერ გაგაწყვეტინებ და ვერ მოვასწრებ. მადლობა, მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ ბევრ საინტერესო თემას შევეხებით და მათ შორის მეც მექნება თქვენთან ერთად იმის უკეთესი შანსი, რომ უფრო ღრმად ვისაუბროთ რაღაც კონკრეტულ თემებზე. პირდაპირ საქმეზე გადასვლა მომეწონა ძალიან და ხო, როგორ აღმოჩნდი პოლიტიკაში, ანუ დიდად ახალგაზრდად აღარ ვთვლი თავს 35 წელი არ ვიცი ხო რამდენად ახალგაზრდული ასაკია, თუმცა კი შეიძლება საქართველოსთვის არ ვიცი. ქვეყანაში სიცოცხლის აღზრდობა ისე უკვე შუახნის ხარ. მოკლედ ხო ახალგაზრდა პოლიტიკოსი ერთი წელია რაც ასე წელიწად ნახევარია თითქმის რაც პარტიულ პოლიტიკაში ვარ უშუალოდ, თუმცა პოლიტიკით დაინტერესებული დიდი ხანია უკვე ვარ. მე და შენ ხო ძველი ნაცნობობა გაკავშირებს ამ თამაშიდან, ზელენსკის თამაშიდან, ასე დავარქვათ, ასე ვხმარობ ხოლმე, ასე ვეძახი ამ თამაშს და კი მაშინაც თუ გახსოვთ ჩვენი გუნდი ყოველთვის გამორჩეოდა პოლიტიკური იუმორით და პოლიტიკა ჩვენ გვაინტერესებდა. მე მაშინ იმ პერიოდში ვიყავი პოლიტიკის კვლევარი უნივერსიტეტში დაამთავრე 3 წელიწად ნახევარი, წარმოვიდგინეთ ფაქტ-ჩეკერი ვიყავი, ანუ ფაქტების სისტორეს სიმართლეს და ტყუილს ვამოწმებდი, ანუ ჩემი საქმე იყო 3 წელიწად ნახევრის განმავლობაში. მუშაობდი თუ შენი ჰობის თქო. არა, ეს იყო გრასი, ეს იყო და იმდენი ტყუილი იყო რომ გადაწყვეტე ეხა მე საქართველოს რეფორმების ასოციაცია წარმოვიდგინეთ რა 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ყოველ დღე პარლამენტის ბიურო კომიტეტები ანუ ყველა ამ მინისტრების განცხადებები ყველაფერს ამას ყოველდღიურად უყურებ და ხვდები საცხოვრებ, ხვდები ვის ხელშია ქვეყანა, ხვდები რამდენს გატყუებენ
თან ეს პერიოდია, როცა არ არის კიდე დამძიმებული რაღაცები, ანუ ხო, კოალიციური მმართველობა 2016 წლამდე, ახალი მოსულია ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ამ პირობებშიც კი იმდენი სიცრუე, იმდენი უბრალოდ ამორალური რაღაც მოდიოდა, ანუ როგორ გვატყუებენ პოლიტიკოსები და რა მნიშვნელოვან რაღაცებში გვატყუებენ, რომ გამიჩნდა ეგ შეგრძნება და ძალიან ბუნებრივად მოვიდა ეს, რომ თურმე ვის ხელშია ეს ქვეყანა და კი ჩემნაირები, ჩემს გვერდით რომ ფაქტჩეკერები იყვნენ საქართველოს რეფორმების ასოციაციაში, ფაქტჩეკის კონკრეტული პროექტი იყო, აი ასეთი ადამიანები უნდა დავინტერესებულიყავით უფრო განსხვავებულად პოლიტიკით. 2016 წელს მივიღე პირველი შემოთავაზება პარტია გირჩისგან, რომ ხო არ დაფიქრდებოდი შენს მშობლიურ ქალაქში, ჭიათურაში, კენჭისყრაზეო და მაშინ სადაც ერთკვირიანი კონსულტაცია მქონდა ჩემ ოჯახთან და მეგობრებთან ჭიათურაშიც ჩავედი მათ შორის და ნუ იმ პირობებში მივხვდი, რომ უბრალოდ არ ღირდა არაფერი მსგავსი. არ ღირდა თუ გირჩის კოტით არ ღირდა. გირჩი საერთოდ ვერ გავიდა მაშინ არჩევნებზე, მაშინ იყო ეს ბურჭულაძის პარტია და ამბები იყო და საერთოდ არ გავიდა, მაგრამ ჩემი ამბავი იყო ის, რომ ერთი კვირა ავიღე პასუხის გაცემისთვის და საბოლოოდ უარი უთხარი, იმიტომ რომ კი ჭიათურაში, კი გირჩით არ ღირდა უბრალოდ და საკუთარი ლიკვიდაციასავით იქნებოდა იმ პერიოდში ჭიათურაში ჩასვლა პარტია გირჩის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატურა. აი საინტერესო პროექტი ჰქონდა, მაგით უფრო ალბათ ხო, კარგად მოიარე საქართველოს. იქ მივხვდი ერთ რამეს, რომ ანუ არ ვიყავი მზად იმისთვის, რომ ჭიათურის დეპუტატი ყოფილიყავ, ანუ შემოთავაზების შემდეგ, ამ კონსულტაციების გავლის შემდეგ მივხვდი, რომ რეალურად არ ვიყავი მზად, ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ დაუბრუნებულიყავი ჩემს ქალაქში. მე მერის თანაშემწევი ვიყავი 2017-2018 წლებში, მე დავთანხმდი ქართული ოცნების ოცნების კანდიდატის შემოთავაზებას იმაზე, რომ ჩავსულიყავი და ის, რასაც 3 წელიწად-ნახევარი უყურებდი ტელევიზორში და ვამწობდი, ჩემი თვალით მეინახა ბიძინა ივანიშვილი თავის მშობლიურ რეგიონში ჭიათურაში. აი, ნიუანსი ახლა ზუსტად არ მახსოვს და მან არის საინტერესო რა, იცი? გიპოვა, ნახე რაღაც. როცა მაგას დათახანო შენთან გამოვიდნენ სავარაუდოდ კავშირზე და თავად გამოთქვეს სული თუ აი ეს როგორ მოხდა და მანამდე უკვე ხო არ აპროტესტებდი აქტიურად რაღაცებს და ამას ხო არ ქონდა შენი გაჩუმების ერთ-ერთი ფორმა და მეთოდი სხვა იყო ეს რომ ჩვენთან იყოს ეს ბიჭი იმდენ სახურებს თუ ეს იყო თუ მაშინ არ არა მაშინ ჩვენ უკვე თამაშობდით ამ ხეალთა საზღერთა კლუბს უკვე ვიყავით საქართველოს ჩემპიონები ვიყავით საკმაოდ წარმატებული გუნდი ვიცნობდა მთელი ახალგაზრდობა ჭიათურაში და არა მხოლოდ ჭიათურაში ასე ვთქვათ კარგი ოჯახიდან კარგი ბევრი რაღაცა მიწყობდა ხელს იმისთვის რომ კოცები გამოსულიყვნენ ჩემთან კონტაქტზე გაიგეს ალბათ ის რომ მე უთხარი გირჩს უარი და შეათვალეს რომ კარგი სიგნალი იყო მათთვის ამას ეთყობა ნაცები არ მოწონს. აი ახლა უნდა ჩავიჭიროთ სამსახურიდან წამოსული ოპოზიციურ პარტიას უარი და ამ დროს ჩათვალეს რომ რაღაც მაშინ იყო შემოთავაზება იმაზე რომ განმიხილა ხო მათ შორის როგორ ის არის რაგი ანუ მანამდე აქციებს დემონსტრაციებს რაღაცებს არ იყავი ჯერ ისე აქტიურად ჩართული არა 2013 წლიდან 2016 წლამდე ავიც ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულ ორგანიზაციაში მუშაობდი მე ანუ 2011-12 წელს მე ვიყავი სახალხო დამცველის ოფისში სტაჟიორი იურისტი ვარ პროფესიით და ბევრი სხვადასხვა ამაზე არ ვიცი ამდენად მომეცემა საშუალებას მინდა რომ ჩემზე მეტად მინდა რომ რაღაცებზე საქმეზე ვილაპარაკოთ და ვილაპარაკოთ იმაზე რა არის გასაკეთებელი თუმცა ეს მინდა რომ ამოვწოვოთ ეს ამბავი ხო მაშინ იყო ოცნებისგან შემოთავაზება რომ განმეხილა მათთან თანამშრომლობა და იყო მათ შორის საუბარი რომ შეიძლება და მერობის კანდიდატის ყოფილიყავი და გაჟღერდა სხვადასხვა იყო სხვადასხვა ფლანგები სხვადასხვა ჯგუფები ვინც ხარს უჭერდა იმას რომ მე ყოფილიყავი მერობის კანდიდატი მე მახსოვს რომ Facebook-ზე გეწერა შენ ვინც ის მაგან დაგუპა რომ სანამ დადასტურებული იყო იქამდე შეიძლება Facebook-ზე მეწერა იყო ამაზე მოკლედ განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატურა კონკრეტულად შემდეგ იმერეთის ვიცე-გუბერნატორი იყო ეს ადამიანი ვინც წამოვიდა ქართული ოცნების კანდიდატი და მამთხოვა რომ ყოფილიყავი მის გვერდით და მის გუნდში ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო თვითმმართველობაში მუშაობა მე მივიღე კოლოსალური გამოცდილება 2008 თვე მუშაობდი სულ კიდევ დამატებით დაინახე რა უბედურებაა ჩემ ხელის გულზე ხდებოდა ის ყველაფერი რაზეც აი მის შემდეგ მე თანაშემწეს რა გევალა აი რა მოვალდებოდა რა საკეთებდი ხო რა ჩემ ხელში გადიოდა ფაქტობრივად ყველაფერი ის რაც ხდებოდა რეალურად მერიაში მათ შორის ანუ მნიშვნელოვანი კორესპონდენციები მერთან სხვადასხვა კომისიები და ასე შემდეგ ანუ მერი რაშიც მონაწილეობას ღებულობდა ფაქტობრივად მე ვიყავი მოქალაქეები მარტო მერთან მერის მოქალაქეებთან რა კომუნიკაცია იყო აი რადონის თვითმმართველობაში აი მოქალაქეებთან რადონის კომუნიკაცია არის რა ან საინტერესო ამბავი მახსენდება მათ პირდაპირ იმიტომ რომ სადღაც ერთი თვეც არ იყო გასული მე რაც დავიწყე მერიაში მუშაობა რომ პატარა რიგები დადგა ჩემს ოთახთან და ანუ გამიკვირდა რა
იყო და ანუ რომ ვიკითხე რომ ლაპარაკი უნდა ხდება ეს ანუ ამბობენო შვილო რომ პასუხის გაცემას თუ შეიძლება ნორმალურად ვინებო აი შეხარო და უბრალოდ იდგარიგებ იმიტომ რომ მე ამ მოქალაქეს მე ავყვებოდი სართულზე მივიყვანდი აი იმას უბრალოდ ბოლომდე მივხედავდი ანუ კომუნიკაცია მე ჩემი თვალით ვნახე მოკლედ ცისფერი მთების კაბინეტები ასევე ეძახი იმას რა მე მერობის კანდიდატი სამ გავხდებოდი ხო ჭიათურაში სამ მე ჭიათურაში პრეტენზიას გამოვთქვამდი მათ შორის პოლიტიკურ პრეტენზიას 2019 წელს მე ვიყავი დამოუკიდებელი კანდიდატი ქალაქის ოლქში საკრებულოს კანდიდატი ვიყავი 2021-ში ვიყავი მერობის კანდიდატი და მე 2017 წლებში 8 თვეებმა გამოსცემამ ჭიათურის მერიაში მომცა იმის საშუალება რომ არავის არ ეფიქრე რომ მე ვიყავი გამოუცდელი რაღაც უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭი რომელსაც მოუნდა თავგადასავალი და რატო დასრულებამდე იცი რა მაინტერესებს აი მოქალაქეების ის მაინტერესებს რა აი რომ მოდიან რაღაც კონკრეტული თავის წუხილებით მოდიან თუ არის იმის განცდა რომ აი რაღაც კონკრეტული რაღაც მოქალაქე დაინახავს სადღაც აი საერთო პრობლემას და თქვა იმით შეიძლება მოვიდეს რომ აი ჩვენ უბანში რაღაცა 1-დან 1 აი როგორ რამდენად იცი მაინტერესებს როგორც ჩართულობა უნდათ თუ არ უნდათ ეგ მაინტერესებს აი რამდენად აქვს მაგის მოთხოვნილება და შინაგანი დრაივი რომ მივიდეს მერიაში ან თვითმმართველობის რაღაც კანტორაში აი ხა ბუდიში ეგეთ რამე ხარ უნდა ვაკეთებდე მაგრამ ამ შეკითხვაზე აი მეგცემ პასუხს რომ 100-დან 99 იქნებოდა უნდა დროს დავხარჯოთ 100-დან 99 არ გასცეს 100-დან 99 იქნებოდა წყალი ჩამომდის ისა გზა აბა თვითმმართველობაზე რა ზონა მივიდეს აქ ლაპარაკი განსხვავება მან და ამ ბავშვი განსხვავება არის თაობებს შორის მაგალითად უფროსი თაობის წარმომადგენლები უნდა ვთქვა ეს ახალგაზრდებისგან მოდიოდა უფრო საერთო ინიციატივები უფრო ზოგადი ინიციატივები რომელიც შეეხებოდა ახალგაზრდულ პრობლემატიკას რაღაც გაჟასაგებას არა მარტო კონკრეტული ამბის კონკრეტული ადამიანის რაღაც პრობლემას არამედ შეეხებოდა ზოგად ქალაქში ან კონკრეტულ სფეროში არსებულ პრობლემას და ახალგაზრდული ინიციატივები ამ შემთხვევაში უფრო ჯანსაღი იყო თუ შეიძლება სწორად ითქვას და უფროსთაობას ადამიანებს ვისაც უფრო დიდი გამოცდილება ქონა თვითმმართველობასთან ურთიერთობაზე ძალიან კარგად იცოდა მეასე რომ მოდის ანუ უბრალოდ აი ვალს მეას მართლა იყვნენ ადამიანები ვინც შევა ქალაქში ჩამოვიდა და შევივლო ბარემ შევივლო მოქალაქეები მინახავს მე თვითმმართველობაში ხელი ვაქვს ჩახნული როიცენ რა არაფერი არ გამოვა მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ კითხულობენ ჩემ წერილზე პასუხი ხო არ არის ჩემ პრობლემაზე და ძირითადად კი პირადი ინდივიდუალური სახის პრობლემებია და ძალიან ბევრია ასეთი ხო ამის უარყოფით კონტექსტში არ ვითხოვს რომ რაღაცა ხო გასაგებია რაღაცა შენ აი ბევრი ხალხი გაიცანი ხო შენ გადაცემა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება რეგიონ ანუ თანამედროვე პოლიტიკას რეალურად აკლია ადამიანები ვისაც აქვს რეგიონების დონეზე თვითმმართველობის დონეზე მუშაობა მართლა აკლია ასეთი ადამიანები ამიტომ ჩემთვის ჩემი პოლიტიკური განაცხადის მათ შორის თვითმმართველობაში მუშაობა 2017 წლებში და ის რომ მე ზუსტად ვნახე და შევეხე პირდაპირ შევეხე იმ ყველაფერს სადაც მე წინა 4 წლის განმავლობაში მე თვითონ მუშაობდი და ანალიტიკურ სტატიებს წერდი ეს იყო მნიშვნელოვანი სამ და დღემდე მადგება როგორ დასრულდა მოდი გადავიდეთ მე მაგაზე ეს არ ნიშნავს იმას რომ ამ თემაზე ლაპარაკს დავასრულოთ რეგიონებზე კიდე სალკე მინდა კითხო კაცო უბრალოდ აი ეს თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან როგორ დასრულდა ეს არ ვიცი მართლა და იმიტომ გეკითხები შეიძლება რომ ვიცოდე არც მეკითხა ხო დასრულდა 2018 წელს მე რამდენჯერმე მომიწია მერთან შესვლა იმით რომ ჯობდა რომ მე დამეტოვებინა ჯობია წავიდეო კი დაახლოებით რამდენჯერმე რატო ერთ-ერთჯერ უთხარი არა რას ამბობდა რჩი ანუ უბრალოდ იქ მე ისეთ სიტუაცია იყო თვითონ ამ მერს შეექმნა ძალიან ძიმე პრობლემები ანუ დაუპირისპირდა შევიდა დაპირისპირებაში რაღაც ქართული ოცნების შიდა დაპირისპირება იყო ამიტომ იმ დაპირისპირებაში მე უკვე ჩემი რამდენჯერმე ნათხოვნი რომ ჯობია რომ გავიდე იმიტომ რომ ვერ ხედავდი უბრალოდ ას მე უნდა მემუშავა კულტურა ახალგაზრდობა სპორტი და განათლება ამ მიმართულებით ვიყავი ძირითადად კონცენტრირებული თანაშემწე მაგრამ ამ მიმართულებით თუმცა ვერ ხედავდი ამას ანუ მე დავინახე ჩემი თვალით ის რომ რეალურად ძალიან რთულია მაშინ როცა ადამიანებს 100 ძალიან მძიმე პრობლემა აქვს და ამ დროს აკეთო შენ ახალგაზრდული ღონისძიებები აკეთო შენ უბრალოდ ანუ გაფუჭებულ ნაძვის ხეზე ფერადი სათამაშოსავით ვიყავი აი იმ პერიოდში ჭიათურის მერიაში რაღაც ფერები შემქონდა შავ-თეთრ ძალიან დამძიმებულ ქალაქში მაშინ როცა ვხედავდი ათობით ყოველდღე ატირებულ 9 მილიან ძალიან გაჭირებულ მოქალაქეს ამ დროს ძალიან რთული აკეთო რაღაც ახალგაზრდული პროექტები და არ შეიმჩნიო 100 პრობლემა და იმუშაო 101-ზე 102-ზე 103-ზე ისე რომ თვითონ არ არსებობს ამდენი ბიუჯეტი აი ხშენ რაღაც კონკრეტული ხო რაღაც მაგ აქტივობებზე კონკრეტული ბიუჯეტი უნდა გამოგიყონ ხო რაღაც
პროექტს შესთავაზებ, ან რაღაც ეგეთი, ხო ეს წარმომიდგენია. თუ თვითონ აქვს ეს პროექტები და აქტივობები რამე დაგეგმილი თუ როგორ არის? სხვადასხვა მუხლებია მათ, გაჩნია როგორ არის დაგეგმილი ბიუჯეტი თვითმმართველობის, თუმცა ძირითადად შაბლონურად ერთნაირად როგორც ცენტრიდან არის გაგზავნილი შაბლონური ბიუჯეტები ამ შემთხვევაში არის გარკვეული მუხლი, რომელიც აძლევს ინიციატივებს საშუალებას, რომ კონკრეტულად მოქალაქემ შემოიტანოს კონკრეტული ინიციატივა და მერიამ განიხილოს დააფინანსოს თუ არა ის, მაგრამ ეს ნაწილი ეს მუხლი დიდი არ ყოფილა. უშვებს რეგიონში, თან იმასაც აყოლებს ამ ფულის რა უნდა აკეთონ? კი, უმეტეს შემთხვევაში მიდის პირდაპირ და ანუ ზოგადი სტანდარტი იქნება, რომ ჯანდაცვა რამდენიმე დააბრუნო უკან ესეც კი მიდის ხოლმე შემთხვევაში, ანუ არის ჭიათურაში. არა, შენ რო შეგეცვალე. მეცნებოდა რომ ყოველ წელს ფაქტობრივად 1, 2, 3 მილიონი უკან ვაბრუნებთ ბიუჯეტში, იმიტომ რომ ვერ დაიხარჯა. აი ხა ცეკვა თამაშის ფესტივალი სიტყვაზე ავიღეთ რა. ცეკვა თამაშის ფესტივალი რო გაქვს გაწერილი სიტყვაზე. შენ რო ადგე და აი რაღაცა ახალგაზრდებში მით უმეტეს დადიოდი შენ რეგიონ ძალიან საინტერესო გადაცემა ქონდა და ხო მე და აი ესეთი დაინტერესებული ადამიანები რომელიც მოდიან და რეგიონის პრობლემებზე ლაპარაკობენ იქ რა არის კაი რა არის თუდი ახალგაზრდობა საუბრობ და ასე შემდეგ. აი მაქედან ამოღებული ინფორმაციით რომ განგეკარგა შენი ბიუჯეტი, ანუ მაგას ვერ იზავ. აი რაღაცა მოაწყო სიტყვაზე ვიძახი რაღაცა ბანაკივით პატარა თავყრილობა 2 დღიანი 3 დღიანი ამ ახალგაზრდებს იმ რეგიონიდან რაღაცა სოფლებიდან დაპატიჟო ყველა რაღაცა არ სასტუმრო იყო ან კარვები იყოს თუნდაც რაღაც და რაღაც პოლიტიკური ფესტივალი გააკეთო რაღაცა ის შეგნება რომ ახალგაზრდები დააინტერესო პოლიტიკაში ჩართვით აი ესეთი რაღაცები რომ მაგაზე ძალიან შორს წახვედი პოლიტიკა იქ თუ კონცეფტ სპიკერებს ვიყვა და გაკოცურობ სპიკერი არა ზოგადად ხონდა რამდენიმე პროექტი მსგავსი პროექტი იყო ბიუჯეტში მოგვიწია საკმაოდ ბევრი ბრძოლა მომიწია იმისთვის რომ წინასწარ ბიუჯეტში ჩაგვეცემა წინასწარ უნდა გაკეთებულიყო ბიუჯეტში ნუ ხო ცენტრთან მოგვიწია პრინციპში ზოგადად ბიჭო ხდება არა აი წელი რომ დავთავდა მაგათ მორჩა წინაწლის ბიუჯეტი აქედან შენ შეგიძლია ცენტრსაც სამი საჭიროებები გაუგზავნო აი ესენი მჭირდება რა და ამათ პარგლებში რო ვიმოწმო როგორ არა ჩვენ იდეალური კანონები გქონდა ნუ ახლა აღარ ვიცი მაგრამ კანონებით რო ხდებოდეს ყველაფერი კანონმდებლობის მიხედვით ყველაფერი კარგად არის ანუ შესაძლებლობას იძლევა კანონი იმის რომ შენ შეგიძლია შეთავაზო და თვითმმართველობას აქვს იმის უფლება რომ თვითონ დააწყოს ანუ წესი და რეგულირება უნდა იყოს რომ ჩვენ უნდა განაპირობოს პრიორიტეტები მათ შორის ანუ წლის დაწყების წინ შენ უნდა დააწყო. და ცენტრში ვის კონტაქტები მე აღმასრულებელ ხელისუფლებას თუ პარლამენტში რაღაცა. მე პირადი არა თვითონ ეს მუნიციპალიტეტი რეგიონულ განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს ან კონკრეტულ ფონდებს აი ამ სამინისტროს რამდენიმე ფონდს მუნიციპალიტეტს. კაი ძალიან ეგეთ დეტალებში ხან აბა მაინტერესებს. მოგეთ ხო როგორ დამთავრდა 2008 ვიმუშავე. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ მე ანუ ვიქრობდი უკვე რამდენიმე თვე როგორ დრას გავაკეთებდი მე დავჭი ჭიათურა შესაძლოა და როგორც კი ხმა მოვიღე ეგრევე დაგერქვა ნაცი იქაც სხვათა შორის მე სანამ მერიაში მუშაობდი იქაც უკვე რაღაც გარკვეული აქტივობები იყო ისეთი რომ არ შეესაბამებოდა თავისუფლების იმას ხამასას რომელიც კონცეფტს ქონათ ნებართვა მიცემული გაცემული და ძალიან გაკვირვებული უყურებდნენ ამას ადამიანები რომ რატო იკლავ თავს ანუ რა მე რომ მაგალითად შესვენებაზე მერიდან გავდიოდი და რაღაც სკოლაში დებატების ტრენინგს ვკითხულობდი ან ღამეს რო ანუ რა ვიცი ღამე ძალიან გვიანობამდე მუშაობდი რაღაც კონკრეტულ პროექტზე აი ამას ძალიან გაკვირვებული უყურებდნენ როგორ შეიძლებოდა ეს ნუ მოგეთ შორს აგვიყვანს ეს ლაპარაკი მე ჭიათურაზე თუ ვილაპარაკებ მე შემიძლია რომ რა ვიცი არა კაია შენ გამოსილება და როგორც პოლიტიკოსი მე ხა მინდა რომ როგორც ხო ახალი პოლიტიკოსი ცოტა უფრო მეტად იცნობენ რომ არის ჭიათურა შესეყო ჩემი მიზანი მაგას მივხვდი და მე უთხარი როცა შემომთავაზეს მე დარჩენა მერიაში და სხვა თავმჯდომარეები მათ შორის რავი მოადგილეობა თუ აღარ ჩამოვთვლი მოკეთ კულტურის სახლის დირექტორად სამართლოს უფროსის მოადგილე. ბევრი საინტერესო იყო მე ვთქვი რომ ზუსტად ვიცი რომ ჭიათურისთვის უფრო მეც ახმეს გავაკეთებ მერიის გარეთ ვიდრე მერიაში შიგნით ვაკეთებ თქო ეს იყო ჩემი ასე ვთქვათ ბოლო სიტყვებით და წამოვედი და დავიწყე ორგანიზაციის ჩამოყალიბება სამოქალაქო მოძრაობის ძალიან საინტერესო ახალგაზრდები ძალიან საინტერესო პროექტები USAID, ბიოლის ფონდი, UNDP ყველაზე ესეთი გავლენიანი ორგანიზაციები ვინც ჭიათურით დაინტერესდნენ ბევრი სხვადასხვა შორის პირველად და ჩვენ გქონდა ძალიან ბევრი გარემოსდაცვითი პროექტი და გქონდა შრომითი უფლებების მაგაროვლების უფლებებზე პროექტები ზუსტად იმ თემებზე რაზეც მე ხამუშებოდა ასე ვთქვათ რომ მერია არ მუშაობდა თითქმის მივიწყებული ქონდა აბსოლუტურად თავარი პრობლემები და კი სოციალური პრობლემატიკა შრომითი უფლებები და გააკეთა გარყვნილმა ევროპამ ხო გააკეთა იმცეთმა ორგანიზაციებმა ვისაც დღეს ხო თulis რომ მე თურმე მე ყოფილვარ ასე ვთქვათ რაღაც აგენტურული ქსელის მონაწილე იმიტომ რომ ჭიათურაში მაგაროვლების შრომით უფლებებზე გარემოსდაცვით თემაზე და
სოციალური პროექტების მიმართულებით ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოვასწარით დაახლოებით 13 წლის განმავლობაში. აი ხა მაინტერესებს ძალიან სანამ მინდა მთელი გადაცემა გამოვიდეს შენს განვილ გზაზე, მაგრამ ახლა სადაც ხარ იმაზე საუბარიც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ გახსოვს სანამ მანდ გადახარ შუალედური, აი ის ხალხი, ვისაც შენ სტუმრობდი შენი გადაცემის ფარგლებში. ეგ იყო ის აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც მეტნაკლებად ღელავდნენ რაღაცები გაცნობიერებული და იდენტიფიცირებული ქონათ რეგიონის პრობლემები. ეგ ხალხი სად არის? ანუ ისევ საქართველოშია წავიდნენ, მაგათთან კონტაქტები გააქვთ. ზოგი აქციაზეა, ზოგი აქოცდა. ხო, ეს უკვე არის 2023 წლებში მქონდა ეგ 2022-23 წლებში. 2022-23 წლებში მქონდა ეგ გადაცემა. ეს იყო ჩემი საავტორო გადაცემა ფორმულაზე რეგიონის ხმა. მთელი საქართველოს მოვიარე, ფაქტობრივად 53 მუნიციპალიტეტი, მთელი საქართველოს არ არის 63 მუნიციპალიტეტია სულ, მაგრამ ზოგადად ყველა რეგიონი აბსოლუტურად. და ძალიან საინტერესო იყო იმ გამოცდილების შემდეგ, რაც მე კონკრეტულ ერთ მუნიციპალიტეტში ჭიათურაში ყველა მხრივ მართლა ნახე და ჭიათურა გამორჩეულია მართლა, ანუ პრობლემების ბუკეტია, სოციალური პრობლემების, შრომითი უფლებების და ბევრი მაგრამ ბევრი რამე ერთნაირად იქნებოდა სახელმწიფოს დამოკიდებულება. ბუნებრივად მე ადარებ ამას შენ ქალაქს, რომელიც იციან სხვა ქალაქის პრობლემატიკას, ადარებ იმას, რაც უფრო ღრმად და საფუძვლიანად იცი და აქედან გამომდინარე ვაწყობდი, მათ შორის ამ გადაცემებსაც და კი ეს გიორგი საინტერესებს ხალხი არასოდეს ყოფილა ბევრი ჯარის კაცებად ვინ გამოდგება ამ ბრძოლაში. ყოველთვის იყო რთული და პრობლემური ისეთი რესპონდენტის ნახვა ადგილზე, ვინც შეძლებდა ამას კამერების წინ საუბარს და პრობლემებზე და თავის საქმიანობაზეც მათ შორის ძალიან ბევრს უჭირდა ამაზე ლაპარაკი და ბევრს არ ჰქონდა უფლება. რეგიონებში ხო სხვანაირი კულტურაა, კიდე უფრო სხვანაირი ახლობლობის მეტი გათვალისწინება, ვიდრე შეიძლება ხამხელა მეგაპოლისში იყოს და სხვანაირი ხშირად უარყოფითი კონტექსტით რომ გულისხმობს ხოლმე ზოგი ვინც გულისხმობს რომ რაღაც აი რეგიონებში, ანუ რეგიონებში რა ვინმეზე ნაკლებად განათლებული ან ისეთი ხალხი კი არ ცხოვრობს, უბრალოდ იქ სხვა კულტურული ფენომენები შემოდის მეზობლობის, ახლობლობის ისა და ბოროტ სისტემას უფრო უადვილდება ასეთი ადამიანების მეზობელი მიყვარს, მაგრამ ეხლა ეს ხალხი იყო ყოველთვის ცოტა რეალურად აქტიური და თავისუფალი ადამიანები პატარა მუნიციპალიტეტებში არ იყო ბევრი არასდროს. დღეს არის კიდევ უფრო ცოტა რეალურად ამ ხალხს ყველანაირად გაგუდა ყველა მხრიდან სისტემამ, ყველანაირად შეუზღუდა საქმიანობის სივრცეები და ვიცით ჩვენ რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში და კი ქართულმა ოცნებამ ყველაზე მეტად ვისაც დაარტყა და ვინც გაგუდა, ეს იყო ზუსტად ყველაზე აქტიური ადამიანები რეგიონებში და 2021 წლის ადგილობრივი მმართველობის არჩევნების შემდეგ აი ამ 3 წლიან შუალედში და 3 წელი არასდროს არ ყოფილა არჩევნებიდან არჩევნებამდე დაშორება, ეს 3 წელი გამოიყენა ქართულმა ოცნებამ იმისთვის, რომ ჩაებეტონებინა ბოლომდე რეგიონებში ფაქტობრივად ადმინისტრაციული რესურსი გადააქციეს პარტიულ რესურსად, პირდაპირ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არჩევნებში იკრძალება ხო კანონმდებლობით, ამათ გამოყენება კი არა, ადმინისტრაციული რესურსი მთლიანად ფაქტობრივად პარტიულ რესურსად გადააქციეს და რეგიონებში ყველაფრის კონტროლი გააკეთეს და კაი, მოკლედ ხა დამოსმევინე ეს კითხვა რა. ხო, აი ეს როგორ მოხდა, მოკლედ რომ უცბად შენ აღმოჩნდი კოალიციაში, მაშინ არ ვიცი კოალიცია იყო თუ ახალი იყო ჯერ მარტო როცა შენ მოხდი, აღარ მახსოვს ზუსტად, როგორ მოხდა შენთან ეს კომუნიკაცია და შენც სანამ დათანხმდებოდი იკითხე ალბათ იდეოლოგიური საფუძვლები რა იყო ამათი თუ უბრალოდ კარგი ტიპები იყვნენ იქ და მოგეწონა და შეუერთდი. როგორ დავიწყე ხა ამ კითხვაზე პასუხი ნახე. სანამ მე უშუალოდ პარტიულ პოლიტიკაში აღმოჩნდებოდი და მიიღებდი გაწყვეტილებას რომ პირველად გავხდარიყავი რომელიმე პარტიის წევრი, იქამდე ხო ვიყავი ორჯერ დამოუკიდებელი კანდიდატი როგორც 2019 წელს, 2021 წელს, შემდეგ მქონდა 22-23 წლებში ეს გადაცემა, რომელთაც რეგიონებზე მუშაობდი. 23 წელს მარტის აქციების დროს მე ვიყავი წამყვანი რუსთაველის გამზირზე ამ აქციების პირველი რუსული კანონის დროს და მე მივხვდი ერთ რამეს, რომ 21 წელსა და 23 წელს შორის იყო იმდენად დიდი განსხვავებები. აი 21 წელს საარჩევნო კამპანია ჭიათურაში ჩავატარე ისე, რომ ერთხელაც არ მიხსენებია რუსეთი და რუსული რეჟიმი და არ უბრალოდ არ მჭირდებოდა ხალხი. ანუ იმდენი იყო სასაუბრო ადგილობრივ პრობლემებზე, ადგილობრივ კონკრეტულ საქმეებზე, გასაკეთებელზე, მათ შორის ჩვენ პროგრამაზე, რაც მე შევთავაზე ჭიათურლებს, რომ უბრალოდ არ იყო საჭიროება იმის, რომ ელაპარაკა რუსეთის გავლენებზე, ბიძინას კავშირზე რუსეთთან და არის 21 წელსაც კი ეს თემა არ იყო რეგიონებში მით უმეტეს ესეთი აქტუალური. 23 წელს, ანუ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ
შემდეგ 22 წლიდან შეიცვალა აბსოლუტურად კონტექსტი და ძალიან ბევრი რამე გამოჩნდა იმდენი რამე ამოვიდა ზედაპირზე რაც ჰქონდა ხო შიგნით გვიფიქრია ბევრს გვიმჟელია შეიძლება კიდეც დარწმუნებული ყოფილი ვარ თამაში თუმცა ეს გამოვიდა უკვე სააშკარაოზე მაშინ როცა ანუ უბრალოდ მივხვდი რომ ამ დროს უნდა აირჩიო ანუ უნდა ბრძოლის ველზე უნდა დადგე ანუ უნდა გააწყვიტო მოქალაქემ შენ აი ამ ყველაფერს წინააღმდეგ ხო ანუ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დგახარ თუ არ დგახარ სად დგახარ ცენტრში დგახარ რომელიც პირდაპირ უპირისპირდება ამას თუ რომელიმე ფლანგს იღებ და აქტივისტი ქვია ისევე რაღაც გადაცემას აკეთებ ანუ მე რაც მქონდა ხო ანუ 5-6 წელი მე ვიყავი აქტიური სამოქალაქო აქტივისტი რეგიონიდან და მე კი ვითვლებოდი ამ ბრძოლის მონაწილე თუმცა მე მქონდა ის შეგრძნება რომ მე ვიყავი უკვე მზად და მე ვიყავი ვალდებული რომ ყოფილიყავი წინა ხაზზე ყოფილიყავი ამ ბრძოლის ცენტრში და მე ავირჩიე რომ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკურ ძალასთან ერთად გამეკეთებინა ეს და ჩვენ მაშინ მუშაობდით ძალიან საინტერესო ჯგუფი მათ შორის მე თენგო თევზაძე და კიდევ რამდენიმე პარტია ახალის პოლიტიკური საბჭოს წევრი დღეს ვინც ვართ ამ პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეს ხალხი ვემზადებოდით კონკრეტული 2020 წლის არჩევნებისთვის ამზადეთ მათ შორის ჰქონდა ჩვენ მსჯელობა იმაზე გავეკეთებინა ციფრული პარტია ანუ გვინდოდა რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შევქმნათ და ყველა შეუნებოდით ვერავინ გაიგებს ვის მეცით ხმა მოდით არჩევნებზე კიდევ ვინიყო ჩვენ თენგო კიდევ ვინიყო იყვნენ ძალიან საინტერესო ადამიანები ხო ნუ და ნუ საბოლოოდ მივიღეთ ჩვენ შემოთავაზება ნიკა გვარამიასგან მისი მეგობრისგან უფრო სწორად და ჩვენი საერთო მეგობრისგან ნიკა ჯერ კიდევ ციხეში იყო ერთ-ერთ პატიმრობაში იყო მაშინ რომელიღაცა პატიმრობა იყო ნიკას იმდენი ჰქონდა ზუსტად მეოთხე პატიმრობა იყო მაშინ ნიკასი ეს 24 წლის არჩევნებამდე პერიოდში როცა ჩვენმა საერთო მეგობარმა შევხვდით ვისაუბრეთ იმაზე რა გუნდი ვიყავით და ანუ მოკლედ ჩავთვალეთ რომ ნიკას გამოსვლის შემდეგ უნდა შევხვედროდით საბოლოო ჯამში ჩვენ ნიკასგან მივიღეთ ისეთი მნიშვნელოვანი შემოთავაზება ძალიან ღირსეული შემოთავაზება მივიღეთ იმის პირობა რომ ეს იქნებოდა ახალი არა მარტო სახელით არამედ საქმით და ამას ყველაფერს ვამტკიცებ ჩვენი აზრით ჩვენ ვართ პარტია რომელიც მიყვება მართლა ხალხისგმა ესმის და ამ პროტესტსაც რუსთაველის პროტესტსაც მიყვებით ზუსტად ისე როგორც გვესმის ხალხისგმა ანუ თუ ვინმე იწევა ამ ბრძოლისგან თუ ვინმეს მიმართ ყოფილა პრეტენზიები რუსთაველის გამზირისგან აქტივისტებისგან მოქალაქეებისგან მართლა ყველაზე ნაკლები მოდიოდა პარტია ახალზე იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე შესაბამისობაში ვიყავით მოქალაქეების ასხთან მათ შორის ყველაფერზე ვიყავით ყველაზე პირდაპირ ვიტყვი რა ყველაზე მეტად თანმიმდევრულები ხო რატო ისე ცდილობდით რომ მორგებოდით თქვენ თვითონ თუ ანუ არ შესულა პარლამენტში რაც იყო სწორი, დაფინანსების არ მიღება, ყველაფერი აი რაც იყო მთავარი წერტილები ხო გვახსოვს ჩვენ რომ რა პერიოდი გავიარეთ. იმიტომაც ჩაყარეთ ციხეში და იმიტომაც აღარ ხო, ანუ ამიტომაც ოთხივე ლიდერი ჩვენი პოლიციის პოლიტიკა ესე ახსენე რომ შევსრულიყავი პარტიულ პოლიტიკაში და აი რა განსხვავებაა იმაში, როცა შენ ხარ დამოუკიდებელი კანდიდატი ვთქვათ და როცა შენ ხარ რაღაცა პარტიაში, შესული ხარ ამ პარტიაში შენი ჯგუფით გაქვს შენი რაღაცა ელექტორალური ბაზა, ხო? შენ ხა დამოუკიდებელ კანდიდატად როცა იყავი და მათ შორის ავისე რეგიონში ხალხს იცნობდი, რაღაც შენი ხმები, რომელიც შენთან მოვიდოდა პირდაპირ ქონდა, ხო? ეგეთ რაღაცა ეგეც ხო რაღაცა წონა, ხო? ძალიან ბევრი. ყოველ მესამე გასაუნცა. აი, ეხა ამ კითხოს იცი რას დავამატებ, რაღაც კონტექსტს გადმოვიდეთ პროტესტზე, ხა ნელ-ნელ აქეთ. და შენს მათ შორის იდეებზე, რაც რატომ წაცებ თემას? მაგას ვაგზავნებ, იცი რა, აი რო დაგისვა კითხვა, აი ხლა რა მოგცავ ამ პარტიულობაში შემოსულამო რა? არა, მეკითხავს. პარტიული პოლიტიკა უბრალოდ რა მოგცა კი არა, პირიქით, რა შეიძლება წაგართვას, აი ეს მოკლედ იმაში რა ქვია, რაღაც კონკრეტულ დისკუსიებში არის ხოლმე ეს რაღაცა, რომ აი გაიხა სანამ პარტიაში ვიღაცა იქნება, სანამ სისტემაში ვინმე შევა, მანამდე კაია, მე შევა და იქ ფუჭდებაო რა და მე მაინტერესებს გაფუჭდი თუ თავიდან გაფუჭდი. არა, გაფუჭდი არა, შენ როგორ წარმოგიდგენი, აი ნახე, აი ამას სხვა მოჭრა. ისეთი მომენტია რაღაცა, ვთქვათ, ნიკა გვარამიას თქვენმა საერთო მეგობარმა ურჩია შენი თავი. აი რაღაც დგება სიტუაცია, პარტიულ რაღაცა პოლიცაბჭოს კრებაზე ან რაღაცა საკითხი არის, რომელიც ესეთია რა, განხეთქილების საგანია რა, კანკეჭია საყრელიან, რაღაც ვიღაცები ეთანხმებიან, ვიღაცები არ ეთანხმებიან, ჩანს ხოლმე, ხო ეგეთია. მე ჩემთვის მაგალითად ისე ჩანს, რომ დიდი რაოდენობა პარტიის წევრების რატომღაც ემორჩილებიან ხოლმე რაღაცა უხილავ ხელს და მე შეიძლება ამ ყველაფრის გამო დიდი ხანი ამ ბოდიშების ხდა უწევდეთ ან ხალხისგან დამალვა რა ეხლა თქვა კანტუსას ეგეთი მაგალითი ხო და აი რამე მესმის ხო შე მეგობრობა პოლიტიკა ცოტა ისეთი ის არის ისედაც ხალხში შესვლა უჭირს მანდ უკვე შენი რეპუტაცია გიდევს და შენი პრინციპები საჯაროდ გამოფენილი
და აი რამდენად არის იმის რესურსი, რომ რაღაცნაირად აი ბოლო-ბოლო ან ესე იქნება. მე მოკლედ აი შენი პოზიცია დაიცვა ბოლომდე, მათ შორის ისე დაიცვა, რომ თუ პარტია გადაწყვეტილებას მიიღებს, არ ვიცი, რავი, თუნდაც საჯაროდ იცოდეს მოქალაქემ და ამომრჩეველმა, რომ უნდა დარჩე ამ პარტიაში და უნდა წამოხვიდე, რა უნდა ქნა, აი მაგ დროს როგორ უნდა მოიქცე, თუ დააფიქსირო შენი პოზიცია, რომ მე ამაზე პასუხისგებლობას არ ვიღებ მაგალითად რა, ჩები პარტიაში იმიტომ რომ მართო კითხვაა. ხო, ძნელი კითხვაა, მაგრამ ბევრი წახნაგოვანი ამბავია, არ ვიცი. არის ბევრი რამ დამოკიდებული ამ კითხვაში, მათ შორის პიროვნული თავისუფლების ხარისხზე. პიროვნული თავისუფლების ხარისხზე მაქვს ძირითადად ლაპარაკი რა. არის ახლა მე უნდა ვთქვა ის ალბათ რომ მე სადაც ამას სიტყვის ალბათ ყველა ხო რომ სადაც არ არის შენი ადგილი იქ უბრალოდ არ ჩერდები თუმცა მე და არასდროს არ გავჩერებულად მოკლედ იქ და მათ შორის ჭიათურის მერიაზე უკვე ვილაპარაკე სადაც მე ჩემ ადგილად ან კომფორტის მიზნით იმიტომ რომ რაღაც სარგებელისთვის არსად არასდროს არ გავჩერებულ ვარ კომფორტის არა ნახე და არა ვეცდები რომ მივიდე იმ პასუხამდე ანუ ესაც არის მესმისი არ არის პირდაპირ პასუხი მაგრამ მივდივარ იმ პასუხისკენ რასაც ამბობ პოლიტიკას და პოლიტიკაში ყოფნას აქვს თავისი კლიშეები ვიცით ჩვენ ამას ძალიან ბევრი იმუშავა თავის დროზე საბჭოთა რა მეც გაკაგებემ და ასე შემდეგ რომ პოლიტიკაში შესვლა ბევრს არ მონდომებოდა ეს ჩათვლილი იყო ბინძურ საქმეთ ეს ჩათვლილი იყო საქმეთ სადაც ადამიანები თუ გაფუჭებულები არ არიან უკვე მე ფუჭდებიან ყველა ერთ ყალიფში ჩამოსხმულ რაღაცა მეებად აღიქვა მე კოსტომიან ტიპებად რა და ინდივიდუალიზმი რამდენად შენარჩუნებადი არის მაგ სივრცეში რა ეს არის ინდივიდუალიზმი რამდენად შენარჩუნებადი ეს დამოკიდებული არის ინდივიდებზე რა არის დამოკიდებული ჩემზე ანუ მე კონკრეტული წინაპირობები მქონდა ამ პარტიაში ყოფნა და ნიკა გვარამიასის ხელი შემორთმევა და არა მარტო ნიკას კიდე ბევრი ადამიანის სიგვი ეს არ ყოფილა მარტივი პროცესი ჩვენ დაახლოებით 3-4 თვიანი მოლაპარაკებები იყო ამ ყველაფერზე რა პრინციპების მიხედვით რა პრინციპებით იქნებოდა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითად ის რომ სიაში უნდა ყოფილიყვნენ საპარლამენტო სიაში უნდა ყოფილიყვნენ მინიმუმ ყოველი მეორე ან მესამე უნდა ყოფილიყო ახალი სახე აბსოლუტურად ეს მოდიოდა ჩემგანაც და ეს ნიკასგანაც მოდიოდა რომ აბსოლუტურად ასე ვაპირებ და ნიკამ გადაგაკიდეს ეს ნაბიჯი გააკეთა თვითონ საერთოდ არ ჩაეწერა საპარლამენტო სიაში და აბსოლუტურად ყველა ვინც ნიკა გვარამიას კვოტით იყო ჩვენი კოალიციის სიაში იყო აბსოლუტურად ახალი სახე ქართულ პოლიტიკაში. ეგ იმიტომ გადაგეგნაბიჯი რომ სააკაშვილთან შედარებით უფრო ადრე გაიაზრა რომ ქონდა ძალიან დიდი უარყოფითი რეიტინგი და ჯობდა არ გაკარებია. არა მაგაზრად აქ თავი პრობლემა. ხო შეიძლება ანუ არ ვიცი ახლა შეიძლება მაგიტომაც იმიტომ რომ რაღაც თავის უარყოფით რეიტინგებს თუმცა ნიკა გვარამიას უარყოფით რეიტინგების გარეშე დღეს პოლიტიკოსები არ არსებობენ ხალხურ პოლიტიკაში ან ყველა საკითხში. არა მარტო რა ზოგადად პოლიტიკოსი და უარყოფით რეიტინგის გარეშე არსებობს გააჩნია რამდენად უარყოფით რეიტინგი რა. ხო ზოგს უფრო მეტად მაგიტო გამოვიდეს ეგ დიდი. ხო ყველას რომ მოწონხარ მან უკვე რაღაცა ვერ გაკარგა. მე ხა კონცეფტს არ მოვწონვარ. მაგრამ კონცეფტს ვისაც მე არ მოვწონვარ ის იმას პირობითად ნიკა გვარამია გაცილებით მეტად არ მოსწონს. არა, გაჯანსაღება ნიკა გვარამიას, ანუ ნიკა გვარამიას. ნუ რა შედარება თავარი მიზანი და რატომაც გააკეთა. პოლიტიკაში მე არ პოლიტიკოსი არ ვარ და უცებ მე პოლიტიკური პარტია იყო გაჯანსაღება პოლიტიკური ველის და ახალი სახეების შემოყვანა პოლიტიკაში ეს იყო მიზანი. ეს არ ყოფილა რამე ესეთი ჩანაფიქრი, კი, რა თქმა უნდა, პრაგმატული ამბავი იყო. და გააკეთა ყველაზე დიდი ტრანსფერი ნაციონალური მოძრაობიდან ახალი პოლიტიკოსი ნიკამელია. არავის არ გაუჩენია იმდენი ახალი პოლიტიკოსი რეალობაში, როგორც რაც კოალიცია ხსვლებისთვის. მათ შორის არ ყოლ ახალი. კიდევ ახალში იყო ძალიან 70-80% იყო ახალი სახე ახალიდან, გირჩი თავის აბსოლუტურად ახალგაზრდებით და ახალი სახეებით დროა ძალიან ბევრი ახალგაზრდით, ანუ ეს კოალიცია იყო, მართლა რა ვიცი, ქარხანა იყო ახალგაზრდა პოლიტიკოსების, ანუ ძალიან ბევრი ახალი სახე და ამიტომ ხონდა აი დაუშვათ მე და შენ ვართ ერთ აი მე შენ და თორნიკე ვართ ერთ პარტიაში. ვერ გავეცი შენ კითხვას. ხო, აი ნახე მე და შენ და თორნიკე ვართ ერთ პარტიაში, აი კიდე რავი 10 კაცი ვზივართ რა. და რაღაც საკითხი დაისვა, აი 10 საკითხი, ამ 10 საკითხიდან 8-ში ვთანხმდებით და 2-ში გვაქვს წინააღმდეგობები რა. შეიძლება 3 აზრი იყოს, 2 აზრი იყოს. და რაღაცა უმრავლესობა გადაწყვიტავს რომ რაღაც რა ვიცი, მოდი ესე ვთქვა, რა ავტობუსები იყოს, რა ვიცი, მწვანე სიტყვაზე. და ნუ მე ვთვლიდი რომ ავტობუსი უნდა იყოს წითელი. და საჯაროდ მე პარტიას კი არ გავემიჯნო. ჩემი აზრი გავაგრძელო რა ესე პოზიციონირება, რომ მე ესე ვფიქრობ რა, მიუხედავად იმისა, ანუ მაგ დროს რა უნდა ქონოდა წამოხვიდე პარტიიდან თუ რა ვიცი, შენი პოზიცია დაიცვა და გამოჩნდება ვინ იყო მართალი, ხო, იქ ხო რაღაცა შიდა პარტიული კონკურენციას არის, ვინ უფრო სწორ ანალიზს აკეთებს და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ეს მათ შორის აი ხა ქართული ოცნების ძველ წევრებთანაც კითხვები მაქვს მათ შორის მაგაზე რა, რომ პარლამენტს კი არა და პარტიას ტოვებდნენ და მე პარლამენტსაც ტოვებდნენ. აი 16-დან 20-მდე ხდებოდა თუ არ ვშტები ეგ ისენი და ეს ცოტა მე ჩემი გადმოსახედიდან უპასუხისგებლო მომენტია, იმიტომ რომ კი იქ ხა ბიზნეს შეყვანილი იყო და ბიზნეს ხმებით იყვნენ დამჯდარი იქ თავის პირადი ხმა არავის და წონა არავის არ ქონია იქ შიგნით. მაგრამ
აი როცა წონაც გააქვს სიტყვაზე, ხალხთან გიმუშავია და ასე შემდეგ. რატო უნდა წამოხვიდე, ხო? ხო შეიძლება შენ ის შეინარჩუნო. თუ რაღაცა უბედურება არ ხდება, არ ჩამოიქცეს ეს გადაწყვეტილება. არა, ინდივიდუალური ამბავი, მათ შორის თემებიც, ანუ გააჩნია თემატიკა, ხო, ავტობუსის სფერი, ახლა გასაგებია რომ უბრალოდ მაგალითი იყო, ხო. თუმცა ხო, გააჩნია, ანუ როდესაც ადამიანი კონკრეტულ გუნდურ თამაშში შედიხარ, ეს იქნება პარტია, იქნება თუ სხვა ნებისმიერი გუნდი, თავისთავად შენ გიწევს გათვალისწინება გუნდის ინტერესების. მე მათ შორის როცა აი მაგ დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყავი, მაშინაც ხო გუნდთან ერთად მუშაობდი, ხო, მაშინ მახსოვს, ღარიბაშვილო ჩამოვიდა, აი დამოუკიდებელი კანდიდატის ეს იყო, რა ქვია, ოფისი იყო და მაშინ გუნდში იყო ლაპარაკი იმაზე, ღარიბაშვილო ჩამოვიდა საბაგიროს, რაღაც 11 საბაგირო დახურეს და ძლივს გახსნეს ერთი და ამ ერთი საბაგიროს გახსნაზე რომ ჩამოვიდა ღარიბაშვილი, მე ვთქვი რომ გავიდეთ ბანერებით, სადაც იქნება 11 დახურული საბაგირო, რომ ისტორიული საბაგირო და ამ ბანერებით პროტესტით შევხვდეთ. გაიყო აზრები, იყო განსხვავებული აზრები და მაშინ მე ამას უჭერდი მხარს რომ გავსულიყავი და პროტესტი მოგვეწყო ღარიბაშვილისთვის და გუნდში ვერ გამიმარჯვა ამ იდეამ. მიუხედავად იმისა რომ მე ვიყავი დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი და ჩემი შტაბი იყო, მე მომიწია მაშინ გათვალისწინება იმ გუნდის ინტერესებში. ვისაც გამოსწონდა რა მოსწონდა? თუ რა არ მოსწონდა მაგაში? არა, იქ იყო საარჩევნო კამპანიის დროს, ასე ვთქვათ, დაუწერელი კანონია რომ სხვის შეხვედრებში, სხვის იმაში არ უნდა ჩაუშალო რა. არის ასეთი პრინციპი, არც ჩემ შეხვედრებში არ შემოვარდნილან. არც კოცები მაქსიმუმ ვიღაც უცხო ხალხი უვარდეს. ხვები გესროლოს ვიღაცა, ხო, შეხვედრაზე. ხო, 21 წლის რეალობა მართლა კიდე განსხვავებული იყო ბევრ რამეში. თუმცა კიდევ ხა ბევრი, ანუ ჩემთვის დღეს არის ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი წდება. თუ 20 რამედან ჩვენ თანხდებით 15-10 თუნდაც მნიშვნელოვანზე, ანუ თავარ საკვანძო საკითხებზე, მე დღეს მზად ვარ რომ ვიბრძოლო ისეთ ადამიანებთან ერთად, მათ შორის ჩემ პარტიაში ვიყო ისეთ ადამიანებთან ერთად, ბრძოლაში ვიყო, ერთობაში თუ კოორდინაციაში თუ რასაც დავაკავე. რამდენად გიბიძგებს, მოდი ეს ხანერად დავახურე. რამდენად გიბიძგებს ეგეთი უთანხმოება იმისკენ, რომ კონფორმისტული ქცევა გქონდეს პარტიული კონიუნქტურიდან გამომდინარე. აი ეგ უფრო მაინტერესებს. აი როგორი ფორმულირება იყო გიო? ერთი პასტა გინდოდა, ხიჩი და არა, როგორ დავუჭირო? იმ წყობას ვეღარ გაიბეორებ, დაგენიძლაო. კარგი, რა უნდა გავცე მაგ იცი რა მაგრამ გიბიძგებს მაგრამ არ ვემორჩილები ესეა არა გაიძულა ისა მაინტერესებს მაგ იცი რა აი რას რა უნდა ხნა აი არ მინდა რომ ისეთი პასუხი გამომივიდეს რომ ან მაყურებელს შეეპაროს გულწრფელობაში ხო არა არ უნდა რომ ისეთი კარგი პასუხი ახლა მაგაზე რაც არის წინასწარ კი კარგი რაც მე უფრო ამიტომ აი ქართულ პოლიტიკაში და პარტიებში რა ხდება წინთ მე ერთმანეთში და ისეთი ყველაფერი ტიპი ხდები აი მაგ დროს რომ დაიცვა შენი პოზიცია თუ პარტიაში ყველგან ბოლომდე ვიცავ ჩემს პოზიციას აი ბოლომდე ტვინის გაბურღვამდე მართლა ბოლომდე ვიცავდი ყველგან ყოველთვის ამათობდი არასდროს არ ანუ ჩემი პოზიციის დაცვას ეგეთი ადამიანი ვიყავი ბუნებით ყველგან მათ შორის ავე იმ ხიალთა საზრიანთა კლუბშიდაც ბოლომდე უნდა გამეტანა ჩემი მაგრამ კიდევ ამბობ ჩვენ გვიწევს გათვალისწინება რაღაცეების მათ შორის პარტიაში პოლიტიკური პოზიციების მათ შორის მე რო რაღაც ხუმრობა მომწონდა შეიძლება ვერ შემომختارიყო იმიტომ რომ სხვა გუნდელებს არ მოწოლა ეს ხუმრობა და არ გამოდიოდა ეს ხუმრობა ერთი ანგარიშ გასაგებია რომ გუნდში რაღაცას უწევ ანგარიშს ეხა მე დავსვავ ჩემი აზრით აქ თავარი პრობლემატიკა რაც არის აი ჩემთვისაც რა გულახდილობთ ვიტყვი არაერთ ადამიანს უთხოვია მეგობარს თუ უცნო ადამიანსაც რომ აი თორნიკე ბარემ ნაწილობრივ მაინც პოლიტიკაში ხარ და პირდაპირ რატო არ ერთები ვიღაცა ვის მენდობა ეხა და ჩემის ჯერა და ვიცის რომ რაღაცა არ გავჩათლახდები ისე გამოვიყენებ ამ სიტყვას როგორც ახლანდელი ზოგი ჩათლახი პოლიტიკოსია მათთვის აი უთხოვიათ მართლა რა არაერთ ადამიანს და საკითხი დგას ესე რა გულახდილით ვთქვი მხოლოდ ჩემი თავიდან გამომდინარე არა ზოგადად აი პირობითად მე რო ვარ ჩემ სფეროში მეტნაკლებად წარმატებული და მათ შორის რაღაც ადამიანები რომ ენდობიან თუნდაც ვთქვათ აქტივისტი რაღაც გიორგი ახობაძე ვარ პირობითად და ვიღაცა მეუბნება რომ აი ბარი პირდაპირ შემოდი პოლიტიკაში აქ ჩდება ესეთი დილემა რომ ჯერ ერთი მე უნდა მომთავრებინე ხე შენ იცი ხოლმე ამ თემაზე პირში შემოვარდნა. ანუ აი ეს მე რას მომცემს რომ შევალ თუ არ დამაკარგვინებს უფრო მეტს, იმიტომ რომ აი ხა შენ რაც ახსენე, იქ გიწევს ეხლა ზოგადად გუნდურობის პრინციპი არის რა. გასაგებია რომ შენ თავი არ უნდა დახარო და შენ რასაც არასწორად თუ იმაზე არ უნდა გაჩუნდე ცხოვრებაში, მაგრამ აქ შემოდის გუნდური პრინციპი და სხვის გათვალისწინების პრინციპი და მე თუ არ ერთი დამოუკიდებელი ადამიანი გიორგი ახობაძე რომელიც TikTok live-ს წერდა რაც სწორად ვიმაჯნია მარტო იმას ვიძახი ეს პოლიტიკურ პარტიაში შესვლა ან პოლიტიკური პარტიის შექმნა, სადაც ვიღაცების აზრის გათვალისწინება და რაღაც დათმობები მომიწევს.
მცირე დოზით ხო მაინც შეზღუდვაა და ამ შეზღუდვის საპირწონედ რას მაძლევს მე პოლიტიკოსის სახელის დარქმევა ვითომაც დღევანდელ რეალობაში სადაც პოლიტიკურ პარტიებს გაუქმებენ ნომერი თქვენ აღარ გაქვთ ლიდერები ცხეში არიან გაუქმებით ანუ ამ წუთას აი ახალში აი თქვენ პარტიაში შემოსვლა რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს მართლა მაინტერესებს პარტია იძლევა უფრო მეტ შესაძლებლობას რა ანუ ჩვენ ჩემს ბევრად უფრო მარტივია დღეს პარტია შენში ფულს რო დებს დღეს ადამიანი 40 მილიონით მეტ შესაძლებლობას აი ეგ მომენტი არის რა დღეს არის საქართველოს სიტუაცია რომ ფულს დებს რა ფულს პარტია იძლევა 40 მილიონით შენში ფულს დებს რაც ვიძახი ნახე ის რომ ან როგორ გითხრა შენში ფულის ჩადება მათ შორის როდესაც შენი ლიდერების შორის პოზიციონირებ რომელიც შეება გამსვლელსიაში იყოს იმიტომ რომ ის კამპანია შენს ხმარდება მაგას ვიძახი ფულის მოხმარება ჩადებას მაგას ვიძახი ხო ცნობადობაზე მუშაობს აი რამდენად არის ისეთი რაღაცა რომ შენ დაგინახეს და აი როგორი ტიპის ხარ აი ეგეთი ტიპი მოწონს და მიდი შენ გააგრძელე შენი საქმიანობა და რა ვიცი სადაც ჩვენი ზურგი დაგჭირდება ჩვენი ზურგი გექნება სადაც ჩვენი აზრები ასდება რა ვიცი შენი მიყევი რა შენ იმას და თუ კისერს მოიტეხავ შენ პასუხისგებლობაზე მოიტეხავ აი ესეთი მომენტი არ ჩანს კაი და ეს ცოტა მე გარედან მოქალაქისთვის რომელიც აპოლიტიკურს ვინც ეძახის თავის თავს ხო იმისთვის არის რომ აი უკვე მასად აღიქმები გესმის ინდივიდებს ვეღარ ხედავს იმ თუნდაც რამდენისთვის მიკითხავს იცი რომ აი თუ შეგიძლია აი ახალსახეებს რო ითხოვ და ახალსახეებს რო ითხოვ იმ ოცეულში ვინ იყო მეთქი აი ხო 4 ენაზე ვეკითხები ხოლმე რა კოალიციაში და ჯერ არის 0 ანუ პასუხი 0 იყო ერთი კაცი მაინც რომ დამისახელონ გარდა ნუ არამიასი მელიასი ჯაფარასი და ელენესი იმის იქით არც ერთი გვარი არ იციან და ცოტა ანუ ეგ ხო უკვე რაღაცნაირად იმაშუება რა აფუჭებს სიტუაციას ერთის მხრივ იმით რომ შენ ეგ ცოტა მედიის ბრალიც არის მე ხო მედიის დამცველი ვარ არც ერთი ხალხი არ იცოდნენ რა მგონია რომ არ ვიცი შეიძლება ბორის ყურვა არ იცოდნენ რა მგონია რომ თუნდაც ანუ ოქტაი ქაზუმოვია არა 4-იანში რო იყო მარიკა არევაძე მაგალითად და არა მგონია რომ ეს ეგ ის ხალხმა რუსთავაზე დღეს მე ლაპარაკი მაქვს აი ცეგორ ტიპზე აი კვირაში ერთხელ რო ტელევიზორს ჩართავს პოლიტიკა რო დიდათ არ აინტერესებს მაგრამ ამეთ არჩევნების წინ 1-2 კვირა გაკვირდება და მიდის რაღაცა ხმას აგდებს ეგეთ ხალხს ემაქვს ლაპარაკი მე და თუ თავისთავად ახლა კოალიციის 4 პოლიტიკური ლიდერი იყო მთავარი ღერძი და მათ შეიძლება თუმცა იმის იქით ჩვენთან იყო ზუსტად მაგას რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ ჩვენთან იყო ძალიან ბევრი ძალიან მრავალფეროვანი ახალი სახეები თუ ვინმეს მართლა უნდოდა და არა ის სიტყვის მასალად რომ დაენახა პოლიტიკაში ახალი სახეები კოალიციას ცვლილებისთვის იყო გუნდი რომელმაც მართლა გულწრფელად ვამბობ შეთავაზა ადამიანებს ესეთი ახალი ტიპის არჩევანი და ახალი ხალხი არ ვიცი სხვა ხო მინდა რომ ვილაპარაკოთ ეს რა ვქნათ ის რაღაცა რეტრო გადაცემასავით არ გამოვარაცებს გადახედვა ძველი ამბების გადახედვასავით არა ძველი ამბების გადახედვაც არ არის ხო ინტერესია ეს ხო გარკვეულწილად უკეთესად გაცნობის საშუალება მოგეცით შენ საზოგადოებასთან რომელზეც აი გიორგი რო ამბობს ვიღაცას თუ ნოდარ ჩაშანიძისთვის მოუკრავს მე დარწმუნებული ვარ შენ ის გადაცემები რაც ახსენე შეიძლება იქიდან უფრო ახსოვდეს ადამიანებს ნოდარ ჩაშანიძე რეგიონებში რო დადიოდა ბევრს რა აი ხა რო გავიდეთ ქუჩაში რა ვინც იცნობს შეიძლება იქიდან უფრო იცნობს ვიდრე რომ 4-იანი ეწერა კოსტუმზე არ ვიცი. შეიძლება კარგიც იყოს, ეხა კომპლიმენტი გითხრა შეიძლება, არ ვიცი. ხო, ეხა რა შეხება დღევანდელობას. დღევანდელობა არის საკმაოდ მძიმე, ეხა მაგას რა ვიცი, რა შეფასება უნდა გავაკეთოთ, უკვე აღარ ვიცი, რომ ეხა აღწეროთ, რომ აი ის რა კანონებს იღებენ, ანუ ყველასთვის ყველაფერი გასაგებია უკვე. ესეთი რეალობა მგონია. ვინც ამ გადაცემას უყურებს, ყოველ შემთხვევაში ესე მგონია თუ თორე სადღაც ეხა ვიღაცამ ვინც მართლა შეერთო კვირაში ერთხელ ჩართავს და რაღაცა შეიძლება არ იცოდეს დანარჩენთვის ყველაფერი გასაგებია ამ რეალობაში ერთადერთი გამოსავალი არის ბრძოლა თქვენი შენი პირდადად როგორც ვიცი პოზიციაც ეს არის და პარტიული პოზიციაც ეს არის რომ შეურიგებლობა არ თანამშრომლობა წინააღმდეგობა და ბრძოლა როგორი არის შენთვის ბრძოლის ყველაზე სწორი ხერხები ამ რეალობაში ესეც ცოტა ფართო შეკითხვაა შეიძლება. მაგრამ როგორც მინიმუმ ისევ და რაღაცა დაწყების ეტაპზე ვარ. აი ორი ნაბიჯი ხოლმე გულში რომ აი აქედან რაღაც გაერთიანებიდან უნდა დავიწყოთ. ერთი წელია რაღაცა დავიწყეთ, მაგრამ რაღაცა ვერ დავიწყეთ. სულ რაღაცას იწყებ. პოლიტიკა ყოფილა მუდმივი მცდელობების ამბავი რა. ამაში დავწმუნდი კიდევ ერთხელ თუმცა პოლიტიკოსობა და პოლიტიკა ყოფილა შინაგანი გამძლეობის ამბავიც იმაზე რომ რაღაცების მოკეთო შენი მართლა ხო ყველაფერი ხო ვერ გაიტანე 100-დან თუნდაც რა ნახევარი 10 თუ 10-დან წელს ვერ გაიტანე მომოვაცას უბრალოდ უნდა ცადო მუდმივი მსწავლობებში ყოფნა რა და მათ შორის ეს არის რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკაც მათ შორის ჩემთვისაც
არის ის, რომ მუდმივად უნდა ცადო რაღაც ერთხელ არ გამოგვივიდა და კიდევ უნდა ცადო სხვა მხრიდან მიუდგა. ან უნდა დაკარგო იმედი, ან უნდა დაკარგო რწმენა, რომ ეს შეგვიძლია. იმედის და რწმენის დაკარგვა არის ზუსტად ის, სადაც საქართველოს ოცნებას ცდილობს უკვე წლებია, თურმე წვეთწეთად მიზანმიმართულად, რომ ქართულ ხალხს გავეტეხეთ წელში და დაგვიკარგა ორი მთავარი რაღაცა, ხო? იმედი ტყუილა არ დაარქვეს თავის ტელევიზიას. იმედი კი დაკარგა ქართულმა ხალხმა ტელევიზია და რწმენა საკარგვინებს საპატრიარქო და რა ვიცი რა. იმედი და რწმენა არის ის, რაც ამ ერს ქონდა ყოველთვის ყველაზე მეტი. ეხლა ყველაზე ხშირად მესმის ხოლმე ვუძლებ, ხო, ვუძლებთ, მართლა ვუძლებთ და ქართველებს თუ რამე გვაქვს ყველაზე მეტი გამძლეობის უნარი გვაქვს ეს დავამტკიცეთ ჩვენ ისტორიის განმავლობაში, რომ ყველაზე მეტად შეგვიძლია რომ რაღაცებს გავუძლოთ. იმედის და რწმენის დაკარგვა ვერ უნდა შეძლოს ბიძინა ივანიშვილმა ჩვენთვის და რუსთაველზე ამ წელს განმავლობაში ჩანს ზუსტად ის, რომ ამ ქვეყანაში არიან ადამიანები და ყოველთვის იქნებიან, ვინც არასდროს არ დაკარგავს ნორმალური ქვეყნის, ნორმალური დემოკრატიული და სამართლიანი აშენების რწმენას. ანუ ერთი წლის განმავლობაში რაც რუსთაველზე გამოვიდა პროტესტზე ხალხი მთელი ისტორიის განმავლობაში, ამ ქვეყნის ისტორიის განმავლობაში არასდროს ფრენად ხო აიღო ერთ წელს განმავლობაში რამდენი ადამიანი გამოვიდა სულ დაწყებული 28-ნოემბრიდან დამთავრებული დღემდე ხო არასდროს არ ყოფილა იმხელა მასშტაბის პროტესტი ამ ქვეყანაში როგორც იყო ამ წლის განმავლობაში და ეს მე მაძლევს იმედსაც და რწმენასაც იმის რომ ამ ხალხთან ერთად შეიძლება სწორი ქვეყნის აშენება რომ კი ჩემი ადგილიც მათ შორის არის პოლიტიკაში და მე მინდა რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მეტმა თქვენმა ადამიანმა ჩათვალოს რომ წინა ხაზებზე იყვნენ რაც შეიძლება აი წერანაც ხო ამაზე ვლაპარაკობთ ზურას ეწერა ჯაფარიძე სხვა და შორის ძალიან საინტერესო პოსტი გუში რომ წინა ხაზებზეო თუ რამე არ გამოუგდისო ხალხო ჩვენც ორი ხელი გვაქვს და ჩვენც ორი თვალი გვაქვს ბევრი რამე შეიძლება გვეშლება და ბევრი რამე შეიძლება არ ვიცით მეც ხო მაგას ვაკეთებ რამდენიმე თვეების განმავლობაში თქვენ ძალიან კარგად იცით რომ მეც მაქსიმალურად ვცდილობ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ვიპოვო ვინც წინ ამ წინა ხაზებში ეს კითხვების მაგითო დაგისვი რომ აი რაღაც თვალსაჩინო ყოფილიყო რომ კაქტუსზე კი არ ჯდები შენზე არა ხო რა სიზავ რა ამიტომ ამას ვამბობ რა წინა რიგებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ანუ ჩვენ ანუ მარტივად წინა რიგებიდან ვერ უნდა მოგტაცონ ხალხი ვერ უნდა დაიჭირონ და რაც უფრო მეტი ვიქნებით იმ წინა რიგებში მით უფრო გაჭირდება იქ ამორჩევა კონკრეტული დასაჭერი თავების თუნდაც ამიტომა მნიშვნელოვანი რომ იქ იყოს არა მარტო ზურა ჯაფარიძე მე მგონია რომ პირველ რიგში ისევ ჯაფარას დაიჭერენ რო გამოვა მაგრამ არ გაუჭირდებათ ამორჩევა არც გამოუშვებდნენ ეს ძალიან საინტერესო პასაჟი აღარ გაგაწყვეტინე მე იმის ჩაძიება მინდოდა ჩაძიება კი არა ხაზგასმა მინდოდა ძალიან საინტერესო რამე თქვა ხარ რომ დავფიქრდი გამძლეობაზე რა კარტო ანუ ჩვენ შეიძლება სოფლიოში ყველაზე მაგრები არ ვართ და ლამბორჯინი ვერ შევქმენით ჩვენ ქუთაისის ავტომობილო ქარხანამ ვერ შევქმენით რაღაცა ელექტრომატარებლები და ავტობუსები და რაღაცა ტექნოლოგიური პროცესი მაგრამ ქარხანა არ ააშენეს ელექტრომობილების ქართველებს გამძლეობაში აი როგორ იცი გაჭირვების გამძლეობაში არ ვიცი ვის ებრაელების მერე ალბათ ჩვენ ვარ საბჭოთა მოქალაქეები არიან ნაწრთობი მაგაში კარტოფილზე და წყალზე 70 წელი იცხოვენ აი ხა ჩემ თავზე მაგალითი რა ხან ყავარ და უფრო მარტივად იდენტიფიცირებადია ყველანაირად აი ჩემ თავზე იმიტომ გეკითხები კი არ ჩავიხვი ხა აი მე პირობითად აი ხა ჟურნალისტი და ვერ ვიტარ ამ სიტყვა აქტივისტი რამე სინონიმი მოუძებნოთ არ ვიცი რაღაცა თორნიკე მაგის ალტერნატიული არის პოლიტიკოსი აქტიური მოქალაქე რას შევძლებ საქმისთვის იმაზე უკვე ჩემთვის რა იქნება კარგი კი არა აი საქმეს რითი გამოვადგები უფრო მეტად თუ ვიტყვი რომ ვარ პოლიტიკოსი ან რომელიღაც პოლიტიკურ პარტიაში გავწევრიანდები ან ვიტყვი რომ ერთკაციანი პოლიტიკოსი ვარ არ ვიცი აი რაში თი გამოვადგება ეს საქმეს არ ვიცი ამდენად სწორად დასმული შეკითხვა არ ვიცი რაში გამოადგება აი ეს მაძალებს ხოლმე რაღაცებს რა წეხან რაც თქვი ისე ვფიქრობ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ბრძოლის ველზე ცენტრში და წინა ხაზზე მით უფრო მეტად გამოადგება საქმეს რაც უფრო მეტი ადამიანი იტყვის რომ მე ფლანგზე კი არა მე რაღაცით კი არ ვეხმარები ამ ბრძოლას და მე გვერდიდან კი არა მე აქ ვარ ველზე ვარ შუაში ვარ ცენტრს ვირჩევ წინა ხაზებზე ვარ რაც უფრო მეტი ადამიანი გამოაჩენს რომ ის პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე და გიორგი ამას ამბობს ხოლმე ხშირად და საკმაოდ ძალიან სწორად ამას რომ ადამიანებს სჭირდება დაინახონ ადამიანები ვინც თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას. შენი მხრიდან გაკეთებული განაცხადი რომ მე ვარ დღეს აი ამ მართლა საშინელ სიტუაციაში ამ მართლა დაბინძურებულ პოლიტიკურ ველში მიუხედავად ამისა მე არ მეშინია და ვდგავნა ბიჭ და ვარ პოლიტიკოსი და ვარ პოლიტიკაში ეს გააჩენს კიდევ ერთით მეტ ადამიანს ვინც აიღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფრის შეცვლაზე რა დღეში და დღეს ვარ და ადამიანებს ეს სჭირდებათ ისეთი ადამიანების დანახვა ვინც იღებს პასუხისმგებლობას ახალ ნაბიჯების გაადგმაზე მომავალში ხვალ და ზეგ
ეგ არის რაც შემიძლია ვთქვა. ერთი კაი ბაქტერია არის, მაგარი ისა აქვს რა, თვისება რა, კუჭი ცხოვრობს რა, სულ ორად-ორი ბაქტერია უძლებს კუჭის წვენს რა, რა საკეთებს? ამის პარალელები არ შემიძლია. არა, თავის ირგვლივ ისეთ გარემოს იქნის, ანუ კუჭის წვენი ვერ კლავს, გაიგე? არა, ანუ ვერ კლავს იქ ანტიბიოტიკი შეცდა ძიმე არტილერიით დარტყმა ჭირდება და შენ ხო რა ეხლა რაც უნდა ბინძურვაზე შედიოდა ეხლა შენ თუ რაღაცნაირად აი მაგალ კონფორმიზმისკენ არ გადაიხრები ხო რა ვიცი აი იყვირებ იჩხუბებ ბოლო ექჩხუბი და კონფორმისტები არიან აი კონფორმისტებზე ჩათლახი არ ვიცი რა აი კონფორმიზმზე უფრო ცუდი თვისება ადამიანს შეიძლება არ იყოს რაღაც მე ვამბობ ხომ რომ კოცები აღარ არიან იდეური კოცები აღარ მართლა აი სხვადასხვა უთხრდება კოცს რო ეძახი და იდეური მუშაობს ხალხი დღეს კოცები არა კოცებად კოცად არიან დასაქმებული აი მე ეგ შეგრძნება მაგრამ დღეს იდეური კოცები ბიზნეს მხარდამჭერები ვისაც ჯეროდა მისი უფასო ფულის მისი გასაოცარი დემოკრატიის მისი ჯაკუზების და ასე შემდეგ აღარ არიან ეს ხალხი მიხვდა რომ არ ჯაკუზია არც რაღაც გასაოცარი დემოკრატია არაფერი არ აქვს რასაც ბიზნესში შეპირდა არაფერი საერთოდ უბრალოდ ხალხი და კარტოფილი აქვს და რა ვიცი მუშაობს და ბობოლაკოცების ფუფუნებას შეხარის ხო ანუ ვიღაცები რაღაცებს მოკლედ ერთი რამ მინდა რომ ვთქვა რა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს არასდროს რა გავიარეთ ხო მათ შორის მე ვიცი რომ თქვენ მე რა მაქვს სათქმელი ვიცი გიორგი მაგაია რამდენი ხანი ვიცი შენც ჩვენ გავიარეთ პირადი ძალიან ბევრი შეურაცხყოფა დისკრედიტაცია მათ შორის ხო ანუ როცა აი ზეგან დამოუკიდებელ კანდიდატობაზე ვსაუბრობდით ხო და ერთ-ერთი ადამიანი ვიყავი მე მგონი მართლა ვეძებდი და ვეძებდი რომ ვინ არის კიდე ასეთი თქო ორჯერ ვიყავი სულ არჩევნებში და ორივეჯერ ვიყავი დამოუკიდებელი კანდიდატი 24 წლამდე და კოლცურმა პროპაგანდამ რაც მოიფიქრა პირველი როცა გამოჩნდებელზე რომ ამას აქვს მრავალი ბევრი პარტია აქვს მოვლილი. ანუ ის ჩემი დამოუკიდებელი ნომრები რაც მე მქონდა. კითხვების ვიღაცამ დაწერა მე რამდენი პარტიაში უნდა შევიდეს. ხო, ანუ ეს იყო კოცური პროპაგანდა, რომელიც არასდროს არ უთქვამს ჩემზე არც იმედს და არც პოსტების სიმართლეს. თუ რამე ნოდარ ჩაჩანიძეზე დაწერეს, ეს მინდა რომ იცოდეს ყველამ, თუ რამე იმედს და პოსტების დაუწერია ნოდარ ჩაჩანიძეზე, იყო ყველაფერი აბსოლუტურად ტყუილი ან манипуლირება იყო ინფორმაციით. ანუ ეს არის, ანუ ჩვენ ვართ თავარ ომი რაც გვაქვს რუსეთთან ეს არის საინფორმაციო ომი ხო მთავარი ომი ამ ქვეყნის საქართველოსი არის დღეს ჰიბრიდული ომი საინფორმაციო ომი რუსეთთან რომელიც დაიწყო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან და შემდეგ უკვე ამ სოციალური ქსელების Facebook-ის და იმის აბსოლუტურად სხვა ეტაპზე გადავიდა და ძალიან ეფექტურად იყენებს ამ ყველაფერს რუსეთი და აქცია Facebook-ი აქცია იარაღად რუსეთი ყველაფერს უყურებენ თუ რამე არ ისვრის და იმით არ იბრძვიან ისე არაფასები და Facebook-ი ისვრის რა და სოციალური ქსელები აქციას პირდაპირ საინფორმაციო ომის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად და ჩვენ გავიაზროთ რუსები ეგრე ყო ამით როგორ მოკლა კაცი რა შეიძლება და შვებიან ამას რეალურად აკეთებენ მართლა საინფორმაციო ომის მექანიზმად აქცია ძალიან ძლიერ მექანიზმად ჩვენ ვიცით რომ დღეს ბოტები ტროლები ათასობით და მე ამაზე ცალკე მიმუშავე ცალკე პროექტებში კონკრეტულად ამ მიმართულებით ქმნიან ილუზიას რეალობის ილუზიას უქმნიან რომელიც მოქმედებს ქართულ მენტალიტეტზე საკმაოდ და ბევრია ისეთი ადამიანი ვინც შეიძლება ახსნდეს კონტენტს არ უსმენდეს ვიდეოს არ კითხულობდეს შინაარს ტექსტის და პირდაპირ კომენტარებში გადადიოდეს და ის კომენტარების ველი იმდენად დაბინძურებულია იმდენად სავსეა პროპაგანდისტული ქოცური თუ რუსული თუ რასაც არ უნდა დავარქვათ გაჯერებული ამით და ეს არის რეალობის ილუზია და მინდა რომ ვიცოდეთ ზუსტად ვიცოდეთ რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ჩვენ ვართ უმრავლესობა ამ ქვეყანაში მე ამაში დარწმუნებული ვარ მე ზუსტად ვიცი რომ ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვეთ მე ვიცი რომ პატარა რეგიონებში მუნიციპალიტეტებში სოფლებში რა შედეგებიც იყო და ვიცი ასევე დიდ ქალაქებში და ხვდები დაახლოებით რა თანაფარდობა და მესმის ის რეგიონებში აბსოლუტურად მოსპეს არჩევნები ანუ არჩევნები აღარ არსებობს ადმინისტრაციული რესურსის ქცევა პარტიულ რესურსად რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ ეს არის დანაშაული ეს არის პირდაპირ დაყალბება არჩევნებამდე უბრალოდ არჩევნების დღემდე აყალბებდნენ ისინი ყოველთვის არჩევნებს და უბრალოდ ეხა 24-ში დაფიქსირდა და ისიც რომ არჩევნების დღესაც მაგრად გააყალბეს ხო აი გაჟონვით აი გაჟონვა ხო რა არის გაჟონვა რატო გააყალბდა გაჟონვით არჩევნები იცით რა მოყვა ამ გაჟონვას იცით როგორ გამოიყენეს პატარა სოფლებში პატარა სპეციალურად პირველ საათებშივე გაავრცელეს ხმა რო გაიგებენ იცით რომ იცის ვისაძრო ხმას კაცმა არის ისე რამდენი პროცენტია 10% შეიძლება შიში ის იყოს როგორც არაფერი ანუ ყველაზე მთავარ ფუნდამენტს დაარტყეს ანუ არჩევნების თავისუფლების მე პროფესიით იურისტი ვარ სამართლის მაგისტრი ვარ ზუსტად ვიცი რას უშვებიან ახლა ეს იურისტების ჯგუფი კობახიძე პაპუაშვილი მდინარაძე ვითომ იურისტების რას უშვებიან სამართალს რეალურად როგორ ფეხქვეშ იდებენ და არსებობს ფორმალურ სამართლებრივი საკითხები და არსებობს შინაარსობრივი სამართლები ანუ აბსოლუტურად სამართალს გამოაცალეს შინაარსი ტიპებმა თან ევროპაში განათლებულ ევროპაში ნასწავლმა იურისტებმა
იურისტებმა დატოვეს მარტო ფორმალურ სამართლებრივ განათლებული ნაძირლები არიან. აი როგორც იქცევიან როგორც იურისტები, როგორც საშუალოზე მაღალი დონის იურისტები არიან. როგორც პროპაგანდა აკეთებს კონტექსტს რო აცლიან და მარტო ბიზნეს პირად იურისტებად იქცეს. ანუ ყველამ უნდა ვიცოდეთ რომ ეს ხალხი ვერ შედგნენ სახელმწიფო მოხელეებად. კი, მამუკა მდინარეძეს კოჭებში ეტყობოდა ამ სიტყვის პირდაპირ გაგებითაც. კოჭებში ეტყობოდა მამუკას რომ ის ვერ ჩამოყალიბდებოდა მათ სახელმწიფო მოხელედ, ვერც კობახიძე, ვერც პაპუაშვილი ვერ შედგნენ სახელმწიფო მოხელეებად. ეს ხალხი იქცა ბიზნეს პირად იურისტებად. ისინი ემსახურებიან უბრალოდ რეჟიმს, დე იურეთ აფორმებენ დიქტატურას. აი მე დღესაც ვეძებდი ქრონოლოგიურად ყველა კანონ პროექტს რაც ერთი წლის განმავლობაში შეიცვალა. ეს რაც ამათმა გააკეთეს ამ ფორმალურ სამართლებრივმა იურისტებმა, ამ ბიზნეს იურისტების ჯგუფმა, არის უბრალოდ პირდაპირ დიქტატურის დე იურეთ გაფორმება. ანუ ჩვენ ვართ იმ რეალობაში, როცა ამ იურისტების ჯგუფმა გაგვიფორმა იურიდულად გვიფორმებს დიქტატურას და ჩვენ მოქალაქეები ვიბრძვით, რომ დე ფაქტოდ არ მოხდეს ამის გაფორმება ქუჩაში. ეს არის ძალიან ამაზე უფრო დიდ რამეს ჩვენ ვერ ვიბრძოლებთ. მე არ მინდა როგორც პოლიტიკოს რომ იმას მიცე, ცუის რომ ხვალდაზე ან 4 ოქტომბერს ან რაღაცა ნოემბერს ან რაღაცა თებერვალს ეს ყველაფერი დამთავრდება. ამ ბრძოლაზე უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლა არ არსებობს უბრალოდ. ჩვენ ვიცავთ ამ ქვეყანას დიქტატორის დე ფაქტოდ გაფორმებისგან, ისაც იურიდულად. ეხლა კიდე ბოლომდე ვერ ვიაზრებ, სულ ამას ვამბობ ხოლმე. აი და ჩვენ არ უნდა მოითხოვოთ გადმოსახედიდან საერთოდ სხვანაირად გამოჩნდება დღევანდელ ბრძოლას, აი დღევანდელ ბრძოლას, ეხლა ჩვენ ვინც ვართ ამ ბრძოლაში, ისეთი სახელი დაექმევა, აი დარწმუნებული ვარ ამაში, ამას დაექმევა ისტორია შეაფასებს აუცილებლად სწორად. ჩვენ ვერ ვამბობთ კონკრეტულად როდის დამთავრდება ეს ბრძოლა. გვეჩქარება ყველა ჩვენი სიცოცხლე მართლა და მთელი საუკეთესო წლები, ჩვენი ახალგაზრდობის, თქვენი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები წაგვართვა ამ რეჟიმმა და ამ კაცმა, რომელიც რაღაც სხვა რამეს კვირდებოდა და სხვა რამე მივიღეთ, ხო? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სწორ მხარეს ვართ, ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ. შეიძლება მირეკავს სავარაუდოდ საგინებლად რეკავენ, ეხლა თუ რაღაცა მე ამოვჭრი. სავარაუდოდ საგინებლად? ალო, დიახ. ნომერ 51 შეკოცა შენა. რომელი ხარ, რომელი? ნომერ 51 რატო გიწერია შეკოცო? გამოვაცხადო აღარის და არა, სავარაუდოდ ჩემი ის ვიდეო და ეს კიდე სადღაც და ესე იგი 3-4 დღეა ვირეკავენ კოცები და ამას საგინებლად დარეკა და რო უპასუხე მართლა ნაღდი ნომერი იყო 41 რატო გიწერია შეკოცო, მოდი გადაურეკავ. მოიცა გადაურეკავ, ერთი ბოდიში როდართან. ჯიგარი ხმა. ბარი პირდაპირ ეთერში. ბიზნეს დაურეკავ თქო რევს მაკაცი. მოიცა. აუ დაკავება. აღარ აიღებს. აი წეცა უცბო დაკავება არ არის. დამბლოკა? სავარაუდოდ. დარეკა და დაგბლოკა, მაგრამ აუ ჯიგარი. სხვა ნომერიდან და ეს დღეებია მირეკავენ, ესე იგი, ის ვიდეო კიდე ცალკე ამოჭრეს, თუმცა ვიღაცა მირეკავს, შენ დომებია რომ ეგინებინათ, ის რო ჩავწერო ხალხს რო აგინებენ ქუჩაში, ვის ეშინია თქვენაერ ხალხმა რომ აგინოს პირიქით კაი ამგონი, უი შენო გინება გდომებიაო. და მაგაზე მირეკავ ხე, იმიტომ აბრე ბოდიში ნოდართ. ახლა ტიპები არიან დაკავებული მაგით, რომ ანუ თორნიკი. კაი, ბოდიში. ხო, შეიძლება შესაძლოა რომ ამ ბრძოლის შედეგები, რა ბრძოლაში ჩვენ ვართ, არ დადგეს, მართლა არ დადგეს დღეს და ხვალ, თუმცა ზოგადად ისტორიის ტემპია ყველაფრის დაჩქარებული, ამიტომ მე მაქვს იმის იმედი, რომ ჩქარა მოხდება პროცესები და უკრაინის ომიც მათ შორის ბევრ ამას განაპირობებს. არ უნდა გქონდეს ის მოთხოვნა, რომ ანუ რა აზრი აქვს ბრძოლას და როდის მივალ შედეგამდე და არა, ჩვენ სწორ ბრძოლას ვიბრძვით და არ უნდა გქონდეს ის მოთხოვნა, რომ აუცილებლად დღეს და ხვალ მივიღოთ შედეგი. აი სულ რომ მართლა კიდევ გაიწევოს ეს ყველაფერი, ეს არ ნიშნავს იმას, ეხლა შენ რაც არ უნდა იმათ ჟღერდეს, ხო, რომ ჩვენ რომ მოგვიწიოს წლები კიდევ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა, უბრალოდ უნდა ვიბრძოლოთ. მე შემთხვევით გავიგე, რომ ერთი და იგივე საყვარელი ფრაზა გქონია თუ რა დავარქვა, ამას რომ ბრძოლაში არის თავისუფლება. ბრძოლაში არის თავისუფლება, კი, მართლა ისეა, ბრძოლაში არის თავისუფლება. ვინმე თქვა თუ ესე დაგვეცა თავში ორივე. ქართველი ერი დღეს იბრძვის სწორ ბრძოლას. ერთი რამე მინდა რომ აღვნიშნო, ხა ყველაფერი უნდა ქართულ ოცნებას, რომ ოღონდ რუსობა არ დააბრალოთ, აგერ არაბიზაციას, ეხა არაბობას იტენიან, ჩინელობას, ანუ ყველანაირად ცდილობენ რომ რუსობა არ შეიტანონ. აი ხო ეს რუსული კლიშე მოიშორონ როგორმე და თუნდაც არაბი უძახე, თუნდაც ჩინელი უძახე, ოღონდ რუსი არა, ის რაც არიან რეალურად რა და ამიტომ სწორად უნდა შევხედოთ ამასაც ყველაფერს, უნდა შევაფასოთ და უნდა მივხვდეთ ზუსტად რა და როგორ არის, რა სტკივათ, რა სად არის სიმართლე და სად არა. ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ყველა. ჩვენი სახელმწიფოს იგივე არის ხო, ჩრდილოეთით ვიცით რუსეთია, სამხრეთით არაბული სამყაროა, აღმოსავლეთით აზია და ჩინეთი და დასავლეთ ევროპაში ხო. უბრალოდ ამ ქვეყნისთვის არ არსებულა და ეს არის გაწერილი ყველა დოკუმენტში 90-იან წლებიდან მოყოლებული თუ რავი ჩვენი დიდი მწერლების და ადამიანები ყველა ამბობდა ამას, რომ ამ ქვეყნისთვის
უბრალოდ არ არსებობს ცივილიზაციურად არანაირად ხო ქრისტიანული კულტურით იქნება თუ არანაირად არაბისთან არ აქვს იმაზე მეტი კავშირი, იმაზე მეტი ცივილიზაციური ისტორიული კავშირი ვიდრე ევროპასთან და ზუსტად ვიცით ჩვენმა თაობებმაც, იცოდნენ ჩვენმა წინათაობებმაც, იმის წინათაობებმაც კიდევ რომ ამ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა უბრალოდ გადის ევროპაზე რა. ეს არის ისეთი მარტივი ჭეშმარიტება, რომელსაც ჩემი თაობა, თქვენი თაობები წიგნებში სწავლობთ ხო სკოლაში, ან ჩვენი თაობები მართლა სკოლაში და უნივერსიტეტებში სწავლობთ, მათ შორის ევროპულ სამართალს ხო, რას ნიშნავს ეს ნორმალური სახელმწიფო, რას ნიშნავს ის ნამდვილი თვითმმართველობა, რატომ ჩემ რაც რეგიონებში აღარ არსებობს, რეგიონებში რომ პირდაპირ თავიდან ბოლომდე სუსით იმართება და როგორ მართავენ, ეგ კიდე სხვა თემა, ანუ ჩვენ რეალურად შეგვიძლია მართლა ვილაპარაკოთ ძალიან ბევრ თემაზე, თუმცა არსებობს რაღაცები ჭეშმარიტებები, რომელსაც უნდა ვიბრძოლოთ. ეს არის ამ ქვეყნის ევროპული დემოკრატიული სამართლიანი და რა ვიცი ნორმალური მომავალი, რაც ვიცით სადაც არის და როგორ არის. თუ ვინმე უკეთ ცხოვრებასთან, თუ ვინმე ღალატობს ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, არის ეს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. უბრალოდ არ გამოვა, რომ მე, თორნიკე შენ, გიორგი შენ, ჩვენ დაგვერქვას, არ მიყვარს, არ მინდა სახელების თქმა, მაგრამ რავი, გოგა ხაინდრავა რომ ჩვენ გვიწოდებს აგენტებს და მოღალატეებს, აი ტეხავს რომ ეს რეალობა შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილი, ბიძინას თაობა, გოგა ხაინდრავა და გოგას მეგობრები ჩვენაირ ხალხში, ჩვენაირ ახალგაზრდებში რომ ეძებენ და აი ამ იარლიკებს რო გვაკერებენ რომ ბიძინა არის აგენტი თუ კაია შენ ხარ აგენტი ხო ამით ვიპასუხეს ხო ეს არის ამორალური უბრალოდ არ ვიცი უბრალოდ ვერ გამოვათ ეს ყველაფერი ანუ გადაწყდებია სადღაც ეს ბრძოლა რომ ამ სისტემის ჩამოშლაზე როცა ვიძახთო სად დამთავრდება ეს ომი დამთავრდება იქ სადაც უბრალოდ მარტივად პირდაპირ და გემრიელად გავაგებინებთ ყველას რომ არ გამოვა რა ჩვენ ვერ დაგვაბრალებენ იმას ხო აი დამაბრალეს რომ ბევრი პარტია მაქვს მოვლილი ხო ეს ხო მოიტყვეს აი ეს თქვა დაიჯერა ყველა მაგრამ მე რომ მოღალატე ვარ ამ ქვეყნის და ბიძინა და გოგა ხაინდრავა რო არიან მართლები ეს უბრალოდ ვერ უნდა აქ უნდა გადავტეხოთ აქ უნდა ასეთ მარტივ ჭეშმარიტებებში რომ ევროპაში არის ამ ქვეყნის მომავალი რომ სამართლიანი სახელმწიფო და დემოკრატიული სახელმწიფო გჭირდება რომ მე ვარ პატრიოტი მე ვარ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი პირველი თაობები რაც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები და ამ თაობებს ყრიან ხა ხო ქვეყნიდან მიდის 10,000-ობით მოქალაქე მათ შორის ის რეგიონში ყოფი ოქროს გოგო ბიჭები ვისაც მე 20-23 წლებში ველაპარაკებდი რომელსაც ბევრს მოუწია მართლა ბევრს მოუწია წასვლა და ემიგრაციაში არიან დღეს 10,000-ობით ახალგაზრდა მოქალაქე დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი თაობები დევნიან ხა ამ ქვეყნიდან და ეს ყველაფერი უკვე ნაციონალების სიძულვაში კი არა მომავალი თაობის სისხლში გადადის ეს ყველაფერი თუ დააკვირდებით მათ შორის განათლების რეფორმაც იქით უტყავს 13 წელი თვითონ ზარდოს ახალგაზრდები და ემიგრანტები არიან განსაკუთრებული ზიზღის საგანი ამ ბოლო დროს აი ესე იკითხება რა აი მომავალი თაობის სისხლში როგორი ჭერენ ვისი გახოცება ჭირს ვისიც მეტი თავისუფლება არის აი მის მიმართ აქ ორგანული ზიზღი ვეღარ იჭერენ კანში და ჟონავს ეს ზიზღი უკვე რაღაცნაირად და თუ კიდევ ამბობ თუ წინა ხელისუფლების დროსაც რა თქმა უნდა იყო შესაბამისი დანაშაულები და მე სხვათა შორის განსხვავებით რავი ყობახიძისგან და ანრი ოხანაშვილისგან ვინც ლექტორები იყვნენ ჩემი უნივერსიტეტში მაშინ დროს მაშინაც სწორი პოზიციები მეკავა და მაშინაც ვიბრძოდი მე რო თქვი რომ არასდროს არ ვეგუებოდით ხო რეალობას მართლა ასე იყო 2007-2008 წლებში უნივერსიტეტში ჯავახიშვილის იურიდიული ფაკულტეტის პირველ-მეორე კურსზე ახალგაზრდა ბიჭი ჭიათურიდან ჩამოსული პირველ კურსზე წვედი უპირისპირდებოდი მაშინ სტუდენტურ დონეზე იმ მანკიერებას რაც იყო ჯავახიშვილში გავლენა ეს პოლიტიკური პარტიის ხო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავის ახალგაზრდული ფრთა ერთიანი სტუდენტური მოძრაობა და მაშინ მე ბევრი რამე გადავიტანე საკმაოდ და მახსოვს ირაკლი ყობახიძე როგორ ამაზრზენად იქცეოდა ჩვენთან მიმართებაში რომ როგორ უპირისპირდებით სისტემას ანუ მეუბნებოდა ანუ სიცხვილია დღეს ანუ მე ახალ ნაცი აბა რა იყო იცოდეს ყველა ქოცმა იცოდეს აი ვისაც მაშინ რამე ატკინეს იმ ხელისუფლების დროს ვინც რა ვიცი ყობახიძეც ნაცი იცოდნენ რომ სულ ფეხებზე ეკიდა ირაკლი ყობახიძეს ანრი ოხანაშვილს მამუკა მდინაძეს სულ ფეხებზე ეკიდა იმ ხალხის რა ვიცი პრობლემები ვისაც პრობლემები ექნებოდა წინა ხელისუფლების დროს ჩვენ ვართ ჩვენ ხარ აქეთ ირონიულად გიყურებდა თქვენ ვინც იბრძოდით ნაცების წინააღმდეგ ზუსტად იცოდეს ყველამ რომ ჩვენ ხარ ეს არის ეხა ის ხალხი ვინც მაშინაც იყო სწორ მხარეს ვინც მაშინაც ადამიანებს იცავდა ხო ვინც მაშინაც ბედავდა რომ ეთქვა განსხვავებული აზრი მაშინაც ამბობდა იმას რასაც ფიქრობდა ხო თუნდაც შეცდომით ხო ჩვენ ვიბრძოდით და ჩვენ მაშინ ბევრი რაღაცა რთული რაღაცა შევეცახეთ მაგრამ დღესაც
ის ხალხი, ვინც ინტერესდებოდა წინა ხელისუფლების დროს ადამიანების გაჭირვებით, პრობლემებით და ვინც ამბობდა თავისუფალ სიტყვას, დღესაც არის ამ მხარეს, იქეთ ამ მხარეს დარჩნენ ყველაფრის მკადრებელი ქოცები და ნაცები. ანუ დღეს ქოცებში არიან დარჩენილი, აი პორტრეტული ნაცები ხო? ყველაზე ცუდები ვინც იყვნენ, ნაცებში და ჩატლახები. კი, ხარებები, მურუსიძეები, ანუ დღეს ქოცებშიდაც, ანუ ის ვინც ვერ იკადრებს რაღაცების, იმ წამოვიდნენ ქოცებიდან. ანუ დღეს დარჩენ ქოცები, ყველაფრის მკადრებელი ქოცები და ყველაფრის მკადრებელი ნაცები. აი ზუსტად ეს ორი კატეგორია არის დღეს დარჩენილი ელიტაში, პარტიის ელიტაში, ქოცების ამაში ვარ დარწმუნებული. ესე არის რა, სისტემას ჭირდებოდა ხარება დაიტოვა, სისტემას ჭირდებოდა მურუსიძე დაიტოვა, ყველაფრის მკადრებლები დარჩნენ, ვინც ვერ ikadra ყველაფერი წამოვიდნენ. თუ გაიგებენ ხმას ის ბიზნეს ვინც უკეთესად იცნობს, მე ჩემებურად ვიცნობ, მე ზემოიმერელი ვარ, საჩხერეში სოფელი მაქვს და ბევრი სხვა გარემოებაა კიდე, რატომაც მე უნდა ვიცნობდე ბიზნესს, მის ნათესავებს, მის ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ. კიდევ ამბობთ რა, მე ბევრ ადამიანს სამწუხაროდ ბევრ გამოსულ ადამიანს ჩემი ოჯახის წევრებს მათ შორის არ მჯეროდა 2011 წელს რომ მეუბნეოდნენ რომ მართლა ვერ ხვდები ვინ მოდისო, ანუ ვინ ვერ ხვდები როგორი კადრს აგზავნის მოსკოვიო, აგენტი კი არა, ნომერი ექნება კრემლშიო, ხო ამას ამბობდნენ ზემოიმერეთში იყვნენ ხალხი, ვინც იცოდა ზუსტად ვინ იყო ბიძინა, ვინ იყო მისი ოჯახი და მე ვიცი მე ბევრ სოფელში ჭორვილაში რო გავიარო 65-70 მაი ბიზნეს თაობის ხალხსო და ელაპარაკო კი იმ ხალხის ნაწილს ჯერა რუსეთის. ანუ კი რუსეთუმეები თუ არიან აქ ქვეყანაში 15% დაახლოებით. ეს 15% სოფლებში ადის საკმაოდ მაღლა 40-50%-მდეა დაახლოებით, აი ჭორვილაში მაგალითად რუსულად განწყობილი მოსახლეობა, ხო? და ბიზნა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ხა ვიღაცის რუბლებზე რო ლაპარაკობენ. რავი, ხანათლებით, ყოფაცხოვრებით, წესით, პირველი მეგობრებით, პირველი ფულით, პირველი საქმით, პირველი გაჩარხული რაღაცით, ყველაფრით რუსი იყო ეს ტიპი. ასეთ ყველაფრით რუსს ჩვენ ვამდეთ რომ ევროპისკენ წამიყვანდა, უყურეთ. ეხა თურმე ევროპა შეიცვალა და ბიზნა რუსულ ნიადაგზე ეხა ვერ გაიზრდება ის რა ქვია. კაი, ხო, აი, ამდენი ხანი თუმცა არ ყოფილვარ ჩემ არც ერთ ეთერში. მე მაგასიათებს შაშოს დავით აგუბარდიასაც ეგ ნათქვამი ჩემთვის რომ ერთ-ერთი კაცკა ვინც გამაჩუმეოდა კომპლიმენტად. შენ კი არ გახასიათებს მე დაგაცადე, თორე იმდაჯერ გაგაწყვეტინებ. ხო, აი მადლობა. ისე შაშოს ყველაზე სწორ ადგილზე, ყველაზე ისეთ ადგილზე მაწყვეტინებდი რა. სადაც არ უნდა გამოწყვეტინებინა. სადაც აი რო არ მინდოდა რომ გავწყვეტო იქ, მაგრამ ნუ არ შეებდა. კარგი, მადლობა. ნუ არ ვიცი, ალბათ გამოვიდა საინტერესო მეტყველება. საინტერესო ეთერი გამოვიდა. მე უფრო ხო გამოვიდა. რაღაც მხრივ მინდოდა რომ სხვებისთვისაც დამენახებინა შენი თაობის ადამიანებისთვის რომ არ ვიცი ხა ამით ეს არ გაგიჟდება ყველა პოლიტიკაზე, მაგრამ რაღაცა მგონია რომ ესეთი ლაპარაკი უნდა მოისმინოს ხაზებში ყველა პარტიული ხაზი იქნება თუ სხვა წინა ხაზებში უნდა ვიბრძოლეთ მე ნოდარ დიდი ხანია ვისწრებ, ეხლა ჩემ მაყურებელს ვეთყოდი რა ერთ რამის, ხო მაქო გაცემაში ერთხელ ვეთყოდ. უკვე როგორი ღერს, როგორ უნდა და რო ეგეთქა რამდენი ხანი იცდი და ჩემ მაყურებელს უნდა ვეთყო და ჩემ წამომცდა. იცი რას ვეთყოდი? ხო, გაცემაში ერთხელ ხო კითხვის დასმის გარდა აზრის თქმასაც ვთილობ ხოლმე. ჯავჯღე ნოდარი მე ტრუსიკის მაკაცები მე და ნოდარი ნაღად არ ყოფილვათ დასდოს და რაღაცა ეხა კი გვაქვს პროტესტიდან გამომდინარე შეხება და კაი გამარჯობა და კაი გაგიმარჯოს, მაგრამ ხო რაღაცა ისეთი განსაკუთრებული ურთიერთობა არ ქონია, ამიტომ ეხა რაღაცა შეხება სავით არც მინდოდა, მაგრამ აი მარტივად ვიტყვი რა, აგერ შეხედონ კაც მოусმინონ. და რომელიმე რეგიონში, აი თბილისს კიდე თავი დავანებოთ, ხა რეგიონებზე რა ხან ბევრი ვილაპარაკეთ. რომელიმე რეგიონში თუ თვლიან რომ ახლა უფრო მეტად მოაზროვნე, უფრო ქართულად მოაზროვნე, უფრო პატიოსნად მოაზროვნე და თავის თავავანი გამოიყვანო უკეთესი მერიყავთ. თუ თვლიან რომ უკეთესი მერიყავთ, ანუ მართლა ღმერთთან მშვიდობაში მოახმაროთ რა. ანუ მე არ მჯერა რომ ასე თვლიან, მაგრამ აი ვინც არის ესეთი ადამიანი რომ აი ხა თulis რომ აღარ მოვიყვანე ხა კონკრეტულ სახელებს, მართლა აღარ მინდა ლაპარაკი, მაგრამ აი სადღაც იმ რეგიონში დანიშნული მერი რო ყავთ ქოცების და სუსის მთელი შერჩევა რო გაიარა, რომ აი ეს ხა უფრო ინტელექტუალურია, უფრო საქმიანია და უფრო კარგად აქვს ჰასტუხი შეკრული 24-ში ქოცურ ფილტრს რო გაივლი, 20-24-ში და 20-25-ში რო ქოცურ ფილტრს გაივლი, ხო წარმოგიდგენია რა არის. აუხერხული. მე ვიცი მერები რომ ოჯახის წევრები დაჩოქილი შვილი ახვეწებოდა რომ წადი მამა თანამდებობიდან რა წადიო. უბრალოდ უფლება არ აქვს ამ ხალხს რომ წავიდნენ და ის ეკავთ აი სუსი როგორ მართავს სუსი გამოჭერილი კადრებით მართავს გამოჭერილი კადრებით ზოგი დანაშაულში გამოჭერილი ზოგი რა ვიცი რაღაც პირადი რაღაცები დაჭერილი აი გამოჭერილი მე არ ვამბობ ყველაზე 100%-ზე მაგრამ ზუსტად იცოდეთ რომ ნახევარზე მეტი მუნიციპალიტეტების დღევანდელი საქართველოსი თუ ბევრად მეტი არა იმართება უბრალოდ ნაცების ან ქოცების დროს შეიძლება სხვადასხვა დროს გამოჭერილი პირდაპირ გამოჭერილი კადრებით რომელთაც რავი რო უთხრან რომ გადაწვი ნახევარი ქალაქიო
უბრალოდ ვერც აიჩემენ რომელ მხარე შეიძლება გადაწყვეტა იგი იქნება. არ ვიცი, ყველაფერზე ხელის მომწერა. ნახევარი მუნიციპალიტეტების ბიზნესს ეგეთ მდგომარეობაში მგონია, ბიზნესაც მგონია რომ წასულს უფლება არ აქვს. ანუ ის არის რუსული მოსკოვის ანა მოსკოვმა. მე მგონია პატარა ესეთი ნოვიჩოკი ედება კარადაში და იქიდან დაურეკავენ როგორც კი ზედმეტად გაინძრევენ ერთი თუ შეიძლება ერთი სადღეზე რუსკი და გადაკარიო. ზოგიერთი მუნიციპალიტეტი იმართება გეიმერებით და გეიმერებზე გამახსენდა აგერ Expedition 33-მა მოიგო გეიმერული კონკურსი ულოცავ კომპიუტერულ თამაშების მოყვარულებს. სხვაგან გეიმერებზე გამახსენდა. ეს პატარაა ჯერ გეიმერებზე გამახსენდა. იბატონ. კარგი, დიდი მადლობა. მადლობა და თქვენ. შევხვდებით რუსთაველზე და ასევე მინდა ცალკე ვთქვა, რომ ყოველ შაბათს არის დიდი აქციები და ანონსები, ამას ეგონა ეხა ისე ფანდრაიზინგს ვიტყოდი. ფანდრაიზინგსაც შეგახსენებთ ყოველ შაბათს რუსთაველზე და ჩვენ გადაცემას თუ შესაძლებლობა გექნებათ ფანდრაიზინგითაც დაეხმარეთ, ლინკი იქნება კომენტარებში. მადლობა.